მოქალაქის ბრალი არასდროს არ არის, როდესაც პოლიციას მონას ეძახის. ხელისუფლებამ დღევანდელი პოლიცია აქცია საკუთარ ყარაულად. ეს არის თამთა რეხვიაშვილი, იურისტი, პოლიციის კაპიტანი, ყოფილი უფროსი გამომძიებელი. პოლიციის მიმართ დაძახებული ვერც ერთი მონა სიტყვა, ვერც ერთი გასროლილი მაშხალა და ვერც ერთი გაწნული სილა ისე ვერ შეურაცხყოფს პოლიციის იმიჯს ახლა, როგორც ის შეურაცხყოფ თვითონ ხელისუფლებამ და ამ რეჟიმმა, რაც ახლა არის. ხელისუფლება ყავს ჩვეულებრივად რუსებით დაკომპლექტებული. თამთა სამსახურიდან 2024 წლის მაისში წამოვიდა პროტესტის ნიშნად. ამ დროს საქართველოს პარლამენტში მეორედ დაბრუნებული აგენტების კანონი, რუსულ კანონად მიჩნეული კანონ პროექტი განიხილებოდა. თბილისის ქუჩებში კი ამ კანონთან დაკავშირებული უკმაყოფილება და პროტესტი სუფევდა. ისე ვიდექი ხალხთან ერთად აქციაზე, როგორც მოქალაქე, რომ არ მithქვამს, რომ ყოფილი პოლიციელი ვიყავი. თამთასთან ინტერვიუ 30 სექტემბერში ჩავწერეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ღიად საუბრობს მედიასთან მის სამუშაო გამოცდილებაზე, სისტემაზე და პროტესტზე. მოქალაქე, რომელიც გარეთ დგას და რაღაცას იცავს, ღირსებით დგას. შეიძლება ნაცემი იყოს, ნაბეგვი იყოს, დაზიანებული იყოს, დაკავებული იყოს, მაგრამ ღირსება აქვს და შინაგანი თავისუფლება. და მითხარით ახლა თქვენ პოლიციელი, რომელსაც საზოგადოების თვალში აქვს ღირსება შენარჩუნებული და თან არის შინაგანად თავისუფალი. ეს ორი რაღაც თუ გაგაჩნია, როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ჩუმად იყო? შეგვიძლია დავიწყოთ? დიახ. კაი. როგორ ხარ? ხნედ. გადასარევი. მადლობა ჩვენთან ინტერვიუზე დათანხმებისთვის. მე მინდა რომ ამ ინტერვიუში ვილაპარაკოთ რაღაცნაირად სამ რამეზე. ერთი შენ პირად გამოცდილებაზე, როგორ აიხდინება უშობის ოცნება და გახდი პოლიციის კაპიტანი, როგორ წამოხვედი ამ სისტემიდან და როგორია თვითონ ეს სისტემა, რომელშიც მიხვედი დიდი იმედებით და ენთუზიაზმით და 10 წლის შემდეგ წამოხვედი პრინციპში გულდაწყვეტილი, ხო, მე მგონი ეგრე გამოვიდა, ხო, გაბრაზებული. 7 წლის მერე. როგორ გიჩვენია დავიწყოთ თავიდან თუ ბოლოდან, ან წამოსვლიდან თუ მისვლიდან? ქრონოლოგიურად მისვლიდან დავიწყოთ. აი ბატონო, დავიწყოთ მისვლიდან. რას ელოდი, როცა პირველ ნაბიჯებს გამდი? და რა იყო საერთოდ ეს პირველი ნაბიჯები? ამ 7 წლიან სტაჟს, რადგან ახლა თქვენ ისაუბრეთ, უნდა მივაბად ჩემი აზრით პოლიციასთან კონტაქტის ის 2 წელიც, რომელიც აკადემიაში გავატარე. მე ესე გამოვთვალე 10 წელი. ხო. მე დავამთავრე პოლიციის აკადემიის მაგისტრატურის პროგრამა. ეს მოიცავდა სრულ 2 წელს. მაშინ იყო ახალი შექმნილი ეს პროგრამა. თუ არ ვცდები, ეს იყო ლევან იზორიას პროექტი, როგორც მაშინ ჩვენ ვფლობდით ამის შესახებ ინფორმაციას და იყო შესანიშნავი პროექტი ნამდვილად, იმიტომ რომ იმ პერიოდში აკადემიამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ გაეხსნა როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის პროგრამები და წარმოიდგინეთ, რას გულისხმობდა ეს, რომ ვიღაც დაასრულებდა სკოლას, ვისაც უნდოდა პოლიციელობა, მე 4 წელი ისწავლიდა პოლიციის აკადემიაში ბაკალავრზე და მე სამაგისტრო პროგრამას დაასრულებდა, რომელსაც ერქვა საპოლიციო რეგულირების სამართალი. იურისპრუდენცია არის ძალიან ფართო მეცნიერება. და როდესაც შენს ეუფლები საპოლიციო რეგულირების სამართალს, შედარებით ვიწრო სპეციალობას ეუფლები და თან ეუფლები ძალიან კარგად. თუმცა ეს პროგრამები გაიუქმა აკადემიამ. ეს როდის მოხდა? მე ჩავაბარე პოლიციის აკადემიაში 2014 წელს. 14-16 წლებში ვსწავლობდი. თუმცა უკვე ჩვენი პროგრამის დასასრულს უკვე ეტყობოდა, რომ აი ერთი სული ჰქონდათ, როდის მოურჩებოდით. ნუ თავიდან იყო ნუკრი გელაშვილი ჩვენი რექტორი და აი შესანიშნავი იყო მართლა ყველაფერი, თავისი სტუდენტების დამოტივირებით, იმაზე საუბრებით ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად რა უნდა გვეკეთებინა სისტემაში და რომ ახალი სისხლი უნდა ყოფილიყავით და ის მანკიერი მხარეები, რაც შესაძლებელი იყო და აუცილებლად ჰქონდა პოლიციას, ეს უნდა შეგვეცვალა და მე მაგალითად ანუ ამას არ უყურებდი როგორც ბუტაფორიულ სიტყვებს და ჯეროდა ყველაფრის, მაგის თუ არ გჯერა იქ ვერ გაჩერდები. მე ფაქტობრივად ყაზარმულად ვიცხოვრე 2 წელი, იქ ვცხოვრობდი თან. ძაღლთან ერთად. ძაღლთან ერთად. პოლიციის აკადემიაში და მიუხედავად ყველაფრისა, როგორც განვითარდა მე მოვლენები ჩემ ცხოვრებაში, ჩემი ცხოვრების საუკეთესო 2 წელიწადი იყო, იმედებით სავსე და ვიყავით 29 ადამიანი და ბევრი აქედან თესეუშიც მანამდე სადაც მე ბაკალავრი მაქვს დამთავრებული, იქაც კურსელები ვიყავით და ნუ მე ის 2 წელიწადი ჩემთვის ნიშნავდა ოჯახს.
და რექტორიც და იმდროინდელი ჩვენი რექტორებიც მუდმივად გვიმეორებდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის, იმიტომ რომ ასეთ როგორც გუნდს ასე უნდა გვემუშავა, როდესაც დავინიშნებოდით სისტემაში. და მახსოვს რომ ლექტორებიც ჩვენი იმდროინდელი ძალიან აღფრთოვანებულები საუბრობდნენ იმაზე, რომ რა კარგი ნაკადი ვიყავით და არა მარტო ლექტორები. სხვათა შორის ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა პრაქტიკები ყველა სამმართველოში ფაქტობრივად თბილისში რაც იყო და რას ემსახურებოდა ეს, რომ ჩვენ უნდა გავრკვეულიყავით როგორ მუშაობდა პატრული, როგორ მუშაობდა საზღვარი, როგორ მუშაობდა კრიმინალური პოლიცია, როგორ მუშაობდა ადმინისტრაციული ერთეულები, აი სადაც აქტიური საპოლიციო საქმიანობა არ ხორციელდება, მაგრამ მიეკუთვნება საპოლიციო საქმიანობას და მე აგვერჩია რა მიმართულებით გვინდა და ჩვენ მუშაობა რომ ყველას ისეკეთებინა რაც სურდა. ეს იდო სამაგისტრო პროგრამის SARS-ში. და ასეც მოხდა, მე ჩვენ გავიარეთ პრაქტიკები და რა მახსოვს, იცით, რომ ვისთანაც მივდიოდით მაშინ პრაქტიკებზე, ისინიც გველოდებოდნენ, ან მართლა დადებითი შთაბეჭდილებებით. ანუ მათაც ჭირდებოდათ ახალი განათლებული ადამიანები. ძალიან ბევრი კომენტარი მომიხსენია ამის შესახებ, რომ ჩვენი კურსი იყო ხალხი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ეთანამშრომლებოდნენ მომავალში. ბოლოს როცა ვასრულებდით და გასაუბრებები გქონდა და გვეკითხებოდნენ, აი ვინ სად აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი და სად გვინდოდა საქმიანობის გაგრძელება. ნამდვილად აი ვიტყვი რომ ტაციაობა იყო სად წაეყვანათ ის კონკრეტული ხალხი დასასაქმებლად. და ეს აღმოჩნდა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ დანაშაულების გამომძიებლად თუ მანამდე კიდევ ბევრი გზა გაიარა. კიდე მქონდა რაღაც საფეხურები მანამდე, მე უბრალოდ მაშინ იმ პრაქტიკების პერიოდში აღმოვაჩინე რომ ძალიან მინდოდა გამომძიებლობა. მაშინ მახსოვს გასაუბრებაზე მკითხეს რატომ არ მივდიოდი ანალიტიკური მიმართულებით, იმიტომ რომ იმ პერიოდში ყალიბდებოდა და ის პრესტიჟულად ითვლებოდა. წინასწარმეტყველებდნენ იმ დეპარტამენტს, თუმცა იმდენად მომწონდა გამოძიების პროცესი, რაც გამომძიებლებთან ერთად გავატარე და ისე მინდოდა მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და მათაც ესე მყარად ვუპასუხე, რომ აუცილებლად მინდოდა გამომძიებლობა და ითვლებოდა, მაშინ უნდა დანიშნულიყავი უბნის ინსპექტორად და იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ ანალიტიკური დეპარტამენტი მართლა უფრო პრესტიჟული და სუფთა სამუშაო იყო. ანუ არ გიწევდა ქუჩა-ქუჩა სიარული და დამნაშავეების ძებნა და მოქალაქეების გამოკითხვა და ასე შემდეგ. უნდა არ გიწევდა. მე ავირჩიე, მე დავინიშნე პირველად ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში, მაშინ გაყოფილება ერქვა. რამდენიმე თვეში ფაქტობრივად დავიწყე უკვე გამოძიება. პირველი რა საქმე იყო, რასაც იძლევა? თაღლითობა. არაფორმალურად არსებობდა ესეთი თაღლითობების გამომძიებელი ჯგუფი და იქ ვიმუშავე დაახლოებით 2 წელი. ვიძიებდი მხოლოდ თაღლითობებს, თუ გაინტერესებს გამოძიება არის საოცრად კარგი საქმიანობა, ამ მიმართულებით მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიან ხალხთან გიწევს ურთიერთობა და ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. საერთოდ პოლიციაში ამბობენ, რომ თუ თაღლითობას კარგად იძიებ და თაღლითობებში იმუშავე ძალიან დიდხანს, სხვა არაფერი აღარ გაგიჭირდება. რამდენი თაღლითი დაიჭირე სანამ არ დამეწია, მაგრამ საკმარისად ბევრი ახალი გამომძიებლობისთვის. და ვინ იყო ყველაზე ჭკვიანი თაღლითი, რომელიც დაიჭირა? რაი თაღლითა? არარსებული კორპუსი გაყიდა 2 ჯერ. თაღლითობის დანაშაული როგორია, იცით, ბევრ რამეს მოიცავს, ანუ შეიძლება ეხებოდეს სამშენებლო სისტემა, შეიძლება ეხებოდეს მიწებს და შენ გამომძიებელს, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ხალხის დახმარებით, იმიტომ რომ შეგიძლია ექსპერტად მოიწვიო იმ საქმის პროფესიონალი, ეს იქნება, რა ვიცი, საჯარო რეესტრიდან, იმიტომ რომ ეხა არქიტექტორი შეგიძლია მოიწვიო, იმიტომ რომ როდესაც სამშენებლო თაღლითობას იძიებ, შენ თუ სამართალმცოდნე ხარ და არქიტექტორი არ ხარ, ნახაზებში ვერ გაერკვევი და ამიტომ მათი დახმარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. და ეს კოორდინირებული მუშაობით ესე რთულად, მაგრამ სასიამოვნოდ შეიძლება შედეგი დააყენო. და ყველაზე ბრიყვი თაღლითი ვინ იყო, რომელიც ყველაზე ადვილად დაიჭირა? თაღლითი ბრიყვი არ არსებობს. გაიბაჭა. რა მოხდა თაღლითების მერე? ერთ-ერთმა მაშინდელმა მაღალმა ჩინოსანმა რაღაც საქმეზე მოგვიწია, არათაღლითობაზე ვეხმარებოდი რაღაც საქმეზე სხვა სამმართველოს და ნახა ჩემი გამოკითხვის ოქმი. ნუ ეხა დედაფილოლოგი მყავს და ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, ამიტომ კარგი ქართულით იყო შედგენილი ეს ოქმი? ხო, ჩემი აზრით, ჩემი ოქმები ანუ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარა და მე თვითონაც რო ვკითხავდი ხარ, რომ რაღაცა ხარვეზები როგორ არ მქონია და მე თვითონაც რაღაც არ მომწონებია და შევცვლიდი მეორედ რო გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი ძირითადი მიზანი იყო ხოლმე, რომ როდესაც მოწმე მეჯდა წინ და ვკითხავდი, მარტო ფაქტები კი არ გადამეტანა, მოწმე ეგრძნო იმ ადამიანს, რომელიც
მის გარეშე მხოლოდ ოქმს გაეცნობოდა. ასეთი იყო პროკურორი და მოსამართლე სამომავლოდ, ხო, თუ საქმე ბოლომდე მივიდოდა. მე მინდოდა რომ ჩემი ოქმის საკითხვის შემდეგ ზუსტად ცოდნოდა მესამე პირს, რომელიც მკითხველი იყო ამ შემთხვევაში, ვისთან ქონდა საქმე. ხასიათებიც გადამეტანა ფურცელზე. ანუ ეს არ იყო შაბლონური ოქმები, მოგახსენებთ რომ არ იყო, არა. ვცდილობდი ყველანაირად რომ კანონის ფარგლებიდან არ გამოვსულიყავი, თუმცა ჩემი აზრით, რაც დამახინჯებულ სტანდარტებად მეჩვენებოდა, ისინი შემესწორებინა და მაქსიმალურად სწორად მემუშავა ფურცელთან და მოწმესთან. ანუ ეს შესაძლებელია, ხო, რომ ეს გააკეთოს გამომძიებელმა, იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურებთ ხოლმე, ძალიან მოსაწყენია თითქმის იდენტურია ეს გამოკითხვის ოქმები. ეგ ძალიან სამწუხაროა. და იქ ადამიანს ვერ დაინახავ, ყველა ადამიანი ერთნაირად არის გამოკითხული. ხო, ეს რაღაცა ოქმებზე შაბლონები არსებობს და უნდა იარსებოს კიდეც, თუმცა ეს არის უბრალოდ შესახსენებლად, როცა გამომძიებელი წერს, რომ რამე არ გამორჩეს. იქ დანარჩენი ინდივიდუალური უნდა იყოს ყველაფერი, იმიტომ რომ არსებობს ერთმანეთის მსგავსი ორი მოწმე. შეიძლება მსგავსი იყოს დანაშაული, მაგრამ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როდესაც გადაგაგ ლექსიკით არ ვიცი ეს რამე. ანუ გამომძიებელს თუ უნდა შეუძლია მოკლედ, რომ მისი ლაპარაკი მოწმის ლაპარაკი დაიწყოს სტილი ასე კი, უბრალოდ თვითონ პოლიციაში სიახლეებისადმი შიში ისეთი მძაფრია, რომ აი თუნდაც ოქმის დასაწყისი, აი სულ ვამბობდი ხოლმე და ვხუმრობდი, რომ აი ოქმი როცა იწყება, ესე აღნიშნული ოქმი შედგენილია მასზე დრომ. ჯერ წინადადებას რო იწყებ აღნიშნული ოქმი, რომელი აღნიშნული, სად აღნიშნე? სათაურში რო წერია რაღაცა? ანუ არ არის სწორი დასაწყისი. აი ეს ხო არ არის ხა ამ პოლიტიკურ ფონზე არ არის ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგრამ მაგალითისთვის მომყავს რა დონეზე შეიძლება არ გქონდეს სიახლეების მიმღებლობა. ზუსტად ესე იყო და მე ამის მიერ რა მასზედ რომ ანუ ხო შეიძლება რომ გამართულად, გრამატიკულად გამართულად დაიწყო ოქმის შედგენა. როგორ იწყებდი? პირდაპირ ვიწყებდი აღნიშნულის გარეშე. იქ ვიყავით ზემდგომა რო ნახა ოქმი. დიახ, ერთ-ერთმა მაშინდელმა თანამდებობის პირმა პოლიციელმა ნახა მაშინ ჩემი ოქმი და მკითხა გადავიდოდი თუ არა არასრულწლოვნების სამმართველოში, რომელიც მაშინ იყო პროექტი. ჯერ არ იყო ესე დაარსებული და მე რა თქმა უნდა უთხარი რომ დიახ, იმიტომ რომ სამაგისტრო თემაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებზე მქონდა დაცული და ვფიქრობდი რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თან ბავშვებზე ვგიჟდები ძალიან მიყვარს და საოცარი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობა. მუშაობდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთანაც, ხო, მათ შორის, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, ხო. და ეს პრობლემა არის, არ ვიცი, ერთ-ერთი ჩემი აღქმით ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ამ საზოგადოებას აქვს და ნაკლებად განხილვადი რიგი სპეციფიური გარემოებების გამო, ხო? და არ ვიცი, ადამიანები მე მგონი ვერ იაზრებენ ამ საზოგადოებაში, რამდენად ბევრ მაგალითად პედოფილთან შეიძლება უწევდეს მათ ნაცნობ ბავშვებს რისკის ქვეშ იყვნენ მოკლედ რომ მათ შეხვდებიან, ხო? მე არც ეს არ შევხვედრილ ვარ ადამიანს, რომელიც იძიებდა ამ საქმეებს და ამიტომ ვისარგებლებ ამ შემთხვევით. აი, ყველაზე რთული რა არის, აი ვთქვათ, ვინ მოგმართავს, ბავშვი რამდენი ხნის შემდეგ იყვება, ან რას გიყვება? ძალიან ხშირი არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები. ესეც ალსახა პასუხი არ არსებობს მაგალითად ვინ მოგმართავს მაგასთან დაკავშირებით. ნუ ბავშვი არა. მეცინება ხა ვინ მოგმართავს აწყოში რო ვლაპარაკობ. ვინ მოგმართავდა, დიახ, გააჩნია ასაკს ბავშვი ჩვენ ყოლია დაზარალებულობის 3 წლის და რა ვიცი, შეიძლება 17 წლის, 18 წლის, ხო? გააჩნია ასაკობრივ კატეგორიას, ახლა ზოგჯერ უფრო პატარა ბავშვები, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, მშობლებს უმხელდნენ ხოლმე სანამ სირცხვილის გრძნობა ხო, ზოგიერთ მათგანს საერთოდ თამაში ეგონა ეს ვიღაცამ ვინც იძალა და მასზე შეიძლება უთხრა რომ ეს თამაშია და მე ბავშვმა დააფიქსირა ის რაღაც თამაში არ მოსწონს და ესე უთხრა ან შეიძლება დააფიქსირა რომ მოსწონს ასეთი შემთხვევაც ყოფილა და მშობელს მოთხოვა რომ მოდი ასე ვითამაშოთ. ძალიან რთული მოსასმენია ეს ამბები. ხო, ჯერ იმ კითხვას უპასუხებ ვინ მოგმართავდა. შეიძლება ის იყოს მეზობელი მეგობრის დედა, რომელსაც ბავშვი უფრო გაენდო ვიდრე მშობელს, შეიძლება იყოს მშობელი, ბებია, ბაბუა, თუმცა ასევე მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩამოთვლილი. მშობელი, მეზობელი, ძირითადად ძალიან პატარა ასაკის ბავშვებთან ისეთი ადამიანები ჩადიან სექსუალურ დანაშაულს, ჩემი დაკვირვებით, რომლებთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ მანამდე. რომლებსაც ადვილად აქვთ წვდომა ბავშვზე, ხო, ადვილად შეუძლიათ მის გარშემო. ბავშვი მათ ენდობა, იმიტომ რომ იცნობს და კეთილგანწყობილია მის მიმართ. უფრო პატარა ასაკში ესე ხდება.
ცოტა მოზრდილობის დროს უკვე როცა ბავშვი დამოუკიდებლად გადაადგილებას იწყებს, შეიძლება ეს ნებისმიერი პირი იყოს, ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება, სამეზობლოში, უბანში თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება ბავშვები როგორ ყვებიან ამ ამბებს, სულ სხვადასხვანაირად. ზოგი დამუნჯებულია და უნდა ალაპარაკო, ზოგი ვერაცნობიერებს რა მოხდა და ძალიან თავისუფლად ლაპარაკობს ამის. ყველანაირი ბავშვი შეიძლება შეგხვდეს. რამდენად მასშტაბურია ეს დანაშაულები პოლიციაში შემთხვევების, რა რაოდენობა ხდება შენი აღქმით? მაგაზე არსებობს საერთაშორისო კვლევებიც და ამას თუ დავამატებთ ჩვენს მენტალიტეტსაც, სადაც ძალიან ხშირად გონიათ, რომ ბავშვი შეგვირცხება, სირცხვილია, ოჯახს თავი მოეჭრება და ასეთი მიდგომებით, რაც მე ვფიქრობ, რომ ორჯერ 4-4-ია, რომ ეს ყალბგასულია და როგორ შეიძლება როცა რაიმე სამეზობლოს მიმართ სირცხვილი ან საზოგადოების მიმართ სირცხვილი საკუთარი შვილის ინტერესებზე წინ დააყენო. თუმცა გქონია ასეთი შემთხვევებიც და ჩვენ გვიწევდა მშობლებთან ცალკე მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეთანამშრომლად გამოძიებასთან. მასშტაბური არის ეს დანაშაული, კამერების თვალწინ სექსუალურ დანაშაულს არავინ არ ჩადის, შესაბამისად უტყუარი მტკიცებულებების ნაწილში ძალიან რთული არის მუშაობა, რომ შეაგროვო ეს ყველაფერი. რაც შეეხება ჩემს სამმართველოს ამ მიმართულებით, ძალიან კარგად მუშაობდა, მართლა კარგი გამომძიებლები დავტოვე მე იქ, საიდანაც წამოვედი. მე რომ სხვა კუთხით არ მეყურებინა ამ პროცესებისთვის, რაც მაშინ დაიწყო, როდესაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო როგორც პოლიციელისთვის, იმიტომ რომ ზიხარ სადღაც დიღომში, მე-7 სართულზე და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ რეალურად. იცი რომ იქ ბავშვი, რომელიც ჩვენთან მოვა და მარტო ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ იმ კადრებზე, რომლებიც ჩემ გვერდით მუშაობდნენ და მე მათ შრომას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, იმიტომ რომ ბევრი პროფესიონალი იყო ჩემს სამმართველოში და ეს არ იყო შემთხვევით მოხვედრილი კადრები იქ, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც ეს სამმართველო შეიქმნა, მაშინდელმა ხელმძღვანელმა სათითაოდ შეარჩია თითოეული მათგანი, რომ ისინი ყოფილიყვნენ კადრები, რომლებიც ბავშვებთან ნაყოფიერად იმუშავებდნენ. და მე კიდე გადამზადება მოხდა ამ კადრების, რომ უფრო დახვეწილები, უფრო პროფესიონალები ყოფილიყვნენ. და მე ვიმუშავე ასეთი ადამიანების გვერდით, თუმცა მე მაინც ჩავთვალე, რომ საჭირო იყო, რომ წამოსულიყავი და წეგან რასაც ვამბობდი, იმას დავასრულებ, რომ სადღაც რომ ზიხარ და შენ საქმეს კარგად აკეთებ, ეს რაღაც ეტაპზე ყოფნის სასაზრდოდ, რომ გაიმყარო შენ თავში რწმენა, რომ აი მე ნახევ არავის არ ვარბევ, აი აქ ვზივარ, ჩემს საქმეს მართლა გულიანად ვაკეთებ, შეიძლება ნამორიგები წავიდე სახლში და უცებ რაღაც შეტყობინების გამო უკან გაუბრუნდე და მე ეს არასდროს არ დამზარებია და მთელი სულით და გულით ვმუშაობდი, მოკლედ რა, ძალიან რო არ ვილაპარაკობ ჩემ თავზე და წუწუნი რო არ გამომივიდეს. ანქება. მიყვარდა რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებდი ამას დაუღალავად. თუ ვინმე ჩემს გვერდით უმუშავია, ეს დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათაც იციან. მე რა ხმამაღლა ამაზე არავის არაფერი დასცდენია. მე ვიყავი კარგი თანამშრომელი. კარგი თანამშრომელი, რომელიც საბოლოოდ მაინც სისტემის მიღმა აღმოჩნდა. ეს იყო ურთულესი გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში. მე ზუსტად ეგ მაინტერესებს, რა გზას გადის კარგი თანამშრომელი, გადამზადებული, თავისინებით მისული, სწავლა, წვრთნა გავლილი, რომელსაც მოწონს თავის სამუშაო, აქედან იქამდე, რომ იტყვის, რომ არა, მე აქ აღარ შემიძლია ყოფნა, ხო? მაშინ როცა გაქვს იმის შეგრძნება, რომ საჭირო საქმეს აკეთებ და მნიშვნელოვანია ეს, ხო, რასაც აკეთებ და კარგად გამოგდის, ანუ ეს ყოფილება არ გაქვს, რომ რაღაცას კარგად ვერ აკეთებ. ერთ დღეში ხო არ ხდება ეგ. ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ბევრი კითხულობს, პოლიცია არის დღეს არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფოკუსირებული ჯგუფი, ხო, რომელზეც საზოგადოებას აქვს ბევრი სხვადასხვა კითხვა, ხო, ზოგი თulis, რომ მათ ნაწილსაც არ მოწონს ის, რაც ხდება, როცა პოლიტიკოსები მათ დამიუკმაყოფილების განეიტრალებას მათი ძალით ცდილობენ, ზოგი ფიქრობს, რომ პირიქით ხელისუფლების და ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ძალაუფლება სწორედ პოლიციის და ძალოვანების ერთგულებაზე დგას და ჩვენ არ ვიცით რეალურად რას ფიქრობენ ეს ადამიანები, ხო? მაგაზე ძალიან ბევრი ფიქრის დრო მქონდა გადაწყვეტილების მიღებამდეც და უფრო მეტი კიდე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. არ გინანია ეს გადაწყვეტილება. არასოდეს ერთი წამით არ მინანია, არასოდეს. რა გზას გადისო, მოდი ამით დავიწყოთ. წვრილ-წვრილი რო გროვდება და საერთო ჯამში იქ ძალიან ბევრი მანკიერი მხარე იყრის მართლა თავს. ნელ-ნელა ამ ყველაფერს, როდესაც იქ მუშაობ, საქმის სიყვარულით აბალანსებ. შენი ფსიქოლოგია ისე მუშაობს, რომ ყოფნის ის რომ შენ საქმეს კარგად ასრულებ, კარგა ხანს ამით იკვებები. რომ მოდი აი მე ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ და თან გაქვს აუცილებლად ცოტა იმედი, რომ ხვალდაზე შეიძლება რაღაც შეიცვალოს.
ასე გადის რამდენიმე წელი. მე როდესაც მოვლენები უფრო ირევა და ესეც მოხდა ჩვენ შემთხვევაში, იქ გერთვება უკვე და ამას ხშირად იმეორებენ პოლიციაში, რომ პოლიცია არის აპოლიტიკური. კანონით პოლიცია ვიცით რომ უნდა იყოს აპოლიტიკური, მაგრამ არის? ანუ პირველად აი რაღაც ეტაპამდე შენ რომ ხმას არ იღებ და მოდი ჩემი გამოცდილებით ვიტყვი ხა, იმიტომ რომ დანარჩენების გულებში თავის დადებით ვერ ვიტყვი რა ხდება, ხო? ჩემ შემთხვევაში იყო ესე. როდესაც მე ვდუმდი და ვიმართლებდი თავს იმით, რომ პოლიცია უნდა იყოს აპოლიტიკური და ვკონცენტრირდებოდი იმ მძიმე საქმეებზე, რასაც ვიძიებდი და თავს ვიმშვიდებდი იმით, რომ აი ამ ბავშვებს ვჭირდები, ეხა კიდე რამდენი ბავშვია მოსასვლელი და რაღაცნაირად ვახერხებდი იმას, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა, მაგრამ ნახეთ, თუ გახსოვთ ასეთი ლოზუნგი ქონდათ, მაშინ შენი დუმილი გვახსოვს. კი. ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახის წევრები იდგნენ მაშინ და აპროტესტებდნენ და სწორად აპროტესტებდნენ, რასაც აპროტესტებდნენ და ამას მარტო მე არ ვფიქრობდი. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ასე პოლიციაში და ჩვენ ერთმანეთისთვის გაგვიზიარებია ეს მოსაზრებები და დიდი აქციების დროს ჩემ წამოსვლამდე ჯერ კიდევ ჩვენ ეკრანებთან ვიდექით ტელევიზორის ეკრანებთან და ხალხს გულშემატკივრობდით. თუმცა ბოლო წლებია პროტესტშია გახვეული ეს ქვეყანა და აი რომელი წლიდან რა არის სტარტი, როცა აი ჩამოდექით პოლიციის თანამშრომლები ეკრანების წინ და დაიწყეთ ყველაზე მკაფიოდ მახსოვს გავრილოვის ღამის პერიოდი. იქიდან მოყოლებული ჩემში უკვე იყო ეს პროცესები, რომ იქ საკუთარი თავი გისვამს შეკითხვებს, ეხლა სწორად ხარ თუ არა ჩუმად. მაგრამ ეს ბოლო პერიოდში რაც მოხდა, ეს იყო ჩემთვის პირადად იყო ზღვარი. ვიღაცისთვის შეიძლება უფრო ადრე უნდა ყოფილიყო და როცა წამოვედი ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა რა კუთხით. იცით, აი ბევრი რაღაც იწერებოდა, რატო უნდა წამოვიდეს ასეთი კადრი დარჩეს და შიგნიდან იბრძოლოს. ეს გამორიცხულია. ანუ შიგნით დარჩენილი. ეხლა შემოხედეთ, ისეთი მარტოობის განცდა მქონდა, რომ წამოვედი. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც გაბედა და საჯაროდ რაღაც ხარი დამიჭირა პოლიტიკური კუთხით კი არა. იმ კუთხით, აი როგორც მე მლანძღავდნენ მაშინ, რომ მე ვიყავი არაპროფესიონალი თურმე, მე საერთოდ არ მიმუშავია თურმე პოლიციაში, გამომაგდეს და ეხა რაღაცებს ვიგონებ, რომ თურმე ჩემით მივიღე ეს გადაწყვეტილება და მოკლედ ეს იყო საოცრად მტკივნეული პროცესი და არ აღმოჩნდა ადამიანი, მათ შორის არც იმ გუნდიდან, რომელზეც მაგისტრატურის 19 კაციანი გუნდიდან. დიახ, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი იმას, რომ მე უბრალოდ კარგი თანამშრომელი ვიყავ. აი ამის თქმას ოღონდ გამბედაობა სჭირდება. იმ სისტემაში, სადაც მე ვიმუშავე, ამის თქმას ნამდვილად სჭირდება გამბედაობა, რომელიც მეგონა რომ ვიღაცებს აღმოაჩნდებოდა. თუმცა ესე არ არის. მაგრამ ეხლა წუწურს არ ვაპირებ ამასთან დაკავშირებით. ანუ იცი რას დავაზუსტებ? ილუზია ის იმის ფიქრი, რომ ვინც ახლა რჩება საჯარო სამსახურებში, შეიძლება შიგნიდან რაიმე ცვლილებაზე მუშაობდეს? მე არ მაქვს მაგის ილუზია. ხო, ანუ ილუზია ეს არ არის რეალობა. შეუძლებელია სისტემაში რჩებოდე და ცვლილებები გამოგდიოდეს? მე ვფიქრობ, რომ ახლა ვინც სისტემაში რჩება და თავს ირწმუნებს, რომ მას არ ეხება ეს ყველაფერი, რაც გარეთ ხდება. მხოლოდ საკუთარი წონასწორობის შენარჩუნებაზეა ახლა ორიენტირებული, წარმომიდგენია რა ძნელია, ახლა იყოფნა მე სანამ წამოვიდოდი, მანამდეც რთული იყო და იმის მერე ვფიქრობ, რომ უფრო დამძიმებულია სიტუაცია. და ალბათ თითოეულს ყოფნის ძალა იმისთვის, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს. მე ოღონდ არ ვსაუბრობ იმ კატეგორიაზე, რომელიც რაღაცა თანამდებობაზე ზის და უღირსრომს კამისთვის იბრძოლოს. არც იმ პოლიციელებზე ვსაუბრობ, რავი, ნამუსი როგერზე გადადეს და ცრუჩვენებები მიცეს სასამართლოში. ძირითადად მესმის ორი კატეგორიის დამოკიდებულება პოლიციის მიმართ. ერთნი არიან, რომლებიც იმდენად გაბრაზებულები არიან და სამართლიანად, რომ საერთოდ არ სურთ პოლიციასთან კომუნიკაცია. და ყველა პოლიციელს მონად მიიჩნევენ? კი. და მეორე კატეგორია, რომელსაც ისინი ეცოდებათ. არც ერთი არ არის პოლიციისთვის ღირსეული დამოკიდებულება. არც ერთ პოლიციას ამ ორიდან არც ერთი დამოკიდებულება არ უნდა სიამოვნებდეს. რას ქვია, ვიყო პოლიციელი და ხალხს ჩემთან კომუნიკაცია არ უნდოდეს და მეორე, რას ქვია, ვიყო პოლიციელი და ვეცოდებოდე მოქალაქეს. მე შეცოდებულმა როგორ უნდა დავიცვა ის მოქალაქე. ნდობაზე აღარ ვსაუბრობ. არ ვიცი ვის ჯერა, რომ პოლიცია ახლა ნდობით სარგებლობს. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ნულამდეა ჩამოსული ნდობა. თუმცა ნახეთ, მე რატომ მოვედი ახლა აქ სასაუბროთ, რომ მე ვიცნობ იქ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად ვიცი, როგორ უჭირთ ახლა იქ გაჩერება, ისე გრძნობენ თავს. მაგრამ
მათ გასაგონად ვილაპარაკებ ახლა ზუსტად რასაც ვიტყვით, რომ იმაცებებიზეც წეღან ვისაუბრე, აზრი არ აქვს კედლის და ცერცვის ამბავია. კედელზე ცერცვის შეყრა ნამდვილად, ხო. არ დავიწყებ ახლა სამშობლოს სიყვარული, ეს უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, პოლიციაში მუშაობას რო იწყებ, კარგ პოლიციელად თუ წარმოიდგენ თავს, შენ წინასწარ იცი, რომ ვერასდროს ვერ იქნები საუკეთესო მშობელი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო მეგობარი. იმიტომ რომ მაგრამ კარგი მოქალაქე ალბათ შეგიძლია იყო რა. სამშობლო ძალიან ბევრს მოითხოვს შენგან. პოლიციელობა კარგი მოქალაქე კი არა, საუკეთესო მოქალაქეობას უნდა ნიშნავდეს პოლიციელობა. აი იმ ყველაფერს რაც წეგან ჩამოთვალე რომ ვერ იქნები და რატო ვერ იქნები იცი დრო არ გეყოფა შენ თუ კარგი პოლიციელი ხარ ვერ დადიხარ დაბადების დღეებზე ვერ დადიხარ ქორწილებში ვერ დადიხარ შვილის სკოლის ზეიმზე ვერ დადიხარ ეს ხომ მნიშვნელოვანია შენს მეუღლეს ყველაფერი აკლია როდესაც შენ პოლიციაში მუშაობ და არა შეიძლება მამაკაცი ხარ თუ ქალი არ ხარ მის გვერდით იმოდენობით რაოდენობითაც შეიძლება მეუღლე სჭირდებოდეს და როდესაც ამ ყველაფერზე უარს ამბობ იმაში კარგი უნდა იყო რისკთვისაც ამ ყველაფერს წირავ ხო და რაც მოქალაქეობაზე მითხარით ახლა რა თქმა უნდა პოლიციელობა არც უნდა გადაწყვიტოს თუ ძალიან კარგი მოქალაქე თუ არა ხარ რა გინდა პოლიციაში უფრო მეტად კარგი უნდა იყო ვიდრე რიგითი მოქალაქე ხო პრაქტიკულ მაგალითზე ვისაუბროთ აი მაგალითად ავიღოთ პოლიციელი რომელიც არასოდეს არ ყოფილა აქციაზე დამბრბევი. შეიძლება ყოფილა აქციაზე, მაგრამ ხელი არავისთვის არ დაურტყამს და აწუხებდა ის რაც ხდებოდა. მერე მიდის ეს პოლიციელი თავის საქმეს ასრულებს, აი ზედმიწევნით კარგად, საკუთარ თავთან არის მართალი და ცდილობს რომ ამით მერე თავიც დაიმშვიდოს რომ აი მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. მერე ღამენათევი ნამორიგევი გამოყავთ აქციაზე და ისმენს როგორ ეძახიან მოქალაქეები მონას და რა თქმა უნდა გახრჩობდეს ბრაზი ამ დროს და ნაციონალს ეთყობა კიდეც ხოლმე რომ ბრაზი გახრჩობდეს ხო მოქალაქე რომ მონას გეძახის მაგრამ ამ ბრაზის ადრესატი როგორ შეიძლება გეგონოს მოქალაქე და არ იფიქრო იმაზე რომ აი ამ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის ყველაზე გაცეცხლებული უნდა იყო ხელისუფლებაზე რომელმაც პოლიციას რაც გააჩნდა ის პრესტიჟიც ჩამორეცხა მოქალაქის ბრალი არასდროს არ არის, როდესაც პოლიციას მონას ეძახის. აი მოდი ისევ იმ პოლიციელზე ვილაპარაკოთ. ეს პოლიციელი მერე წავა და შეიძლება იმავე ღამეს მონა დაძახებულმა, ხო? მტკვარში რო გადახტება მოქალაქე, დაუფიქრებლად გაიხადოს, არც გაიხადოს, შეიძლება ისე გადაყვეს რა. და ეს როგორც პოლიცielis ჩვენ ხო არ შეგვიძლია რომ თქვათ რომ ცუდი იყო, მაგრამ სად არის ის ბრაზი? ის პროტესტი სად წაიღო? და სად უნდა წაიღოს პოლიციელმა ეს ბრაზი? რა გასახანია? არა, ის უნდა გაიაზროს, რომ სიჩუმის დრო არ არის, ძალიან დიდი ხანია სიჩუმის დრო არ არის. ხო და აი სიჩუმეს დარღვევას თუ გადაწყვეტს, გარდა იმისა, რაც შენ გააკეთე, რომ დაწეროს პატაკი და წამოვიდეს, სხვა რა არჩევანი აქვს? ეს ჩემი არჩევანი არის, თუმცა შესაძლებელია რომ ეს სხვამაც გააკეთოს. მეორე არჩევანი არის ის, რომ გამოვაკერებთ მაშინ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს და თუ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეუძლია და ეს კანონით არ შეუძლია, ხო? თუმცა კანონის ფარგლებიდან დიდი ხანია გასულია ეს პროცესები, ხო? აი მაგალითად, როგორ შეიძლება გამომძიებელი გერქვას და გეგონოს, რომ ეხლა აბსოლუტურად ღირსეულად ემსახურები შენს ქვეყანას, როდესაც არ შეგიძლია ხმა მოიღო იმაზე, რომ აქტივისტების მხარეს, ვინც მათი მომავლისთვისაც იბრძვის ახლა ვინც ჩუმად არის, დაჭერილია უსამართლოდ მართლა ამდენი ადამიანი და ციხეებში არიან უკვე წელიწადი გავა, რაც უკვე ისინი ციხეებში არიან გამოკეტილი და აქეთა მეორე მხარეს, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, არავინ დასჭილა. ამაზე მოსაძიებელიც კი არაფერია, სახეში გვაქვს აფარებული ყველა კადრი. როგორ შეიძლება პოლიციელი იყო და შენს თვალწინ ურტყამდნენ, ცემდნენ ადამიანებს და გადავეცი, აი ერთი სიუჟეტი ვნახე, პატრულთან მიდის მოქალაქე და პასუხს თხოვს, რომ ირტყამდნენ, ხო? რომ ირტყამდნენ, გადავეცი. წინ მიდგას პატრული და 30 ტიპი დუბინკით ცემს და უყურებენ, თო. ესენი უყურებენ, აი ესე მიყურებენ და 30 ტიპი დუბინკით ვიღაცა ბუგორები მარტოს მცემენ. ესე წარ მატერიალეს ერთი 10 წუთი მცემეს და დგანან ესენი და მიყურებენ, თო. და ეს დებილი სახით მიყურებს და გადავეციო. პოლიციელი როცა ხარ და ღირსეულად ატარებს შენ მუნდირს ვერ უნდა ჩერდებოდა იქ, თუნდაც მარტო იყო, ვერ უნდა ჩერდებოდა იქ ერთ ადგილას დარჭობილი და იქ უნდა იყოს ზუსტად, სადაც ეს ამბავი ხდება.
მე ეშმაკის ადვოკატი ვიქნები და ვიტყვი, რომ ხო, მაგრამ ყველა პოლიციელს ხო არ შეუძლია დაიწყოს გამოძიება, მაგალითად ამ ძალადობებზე. ისინი იტყვიან, რომ ჩვენ რაღაცა სხვას ვაკეთებთ, თაღლითობის საქმეს ვიძიებთ და ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივა იყო, რომელმაც დაიწყო გამოძიებები, გამოძიებები არსად არ წავიდა, მაგრამ მე ხო არაფერ შუაში არ ვარ იტყვის ვინ. ეშმაკის ადვოკატი ხართ რეალისტიკად, ხო, ანუ ეს მსვენია და იმიტომ ზუსტად ასე საუბრობენ, ხო, ის ჩემი სფერო არ არის, ჩემი სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს იმის გამომძიებლები, რომ არ არის იდენტიფიცირებადი კამერებში, არ ჩანს ხალხი ყველას ნიღაბი ეკეთა, აბა რა ვიცით, მოვითხოვეთ ჩანაწერები, არ მოგცეს, მოვითხოვეთ ვინ იყო ეს ხალხი, არ მოგცეს, შევიდა გამოძიება ჩიხში. ანუ სახელმწიფოს მოთხოვა და არ მისცა და ეს პრობლემა არ არის? რაც უნდა ამას იდენტიფიცირება სახელებით და გვარებით ჟურნალისტებმა უფრო კარგად გამოიძიეს რაღაცები და სახელებით და გვარებით დებს მოძალადეების სიები. რომელია დასჭილი? ხო და აი გამომძიებელი რა შრება მაგ შემთხვევაში? შედის უფროსთან და ეუბნება რომ გამომაძიებინე ეს საქმე? არა. ნახეთ, მოდით ისევ ჩემს სამართლოზე ვილაპარაკოთ. ეხლა არასრულწლოვნების სამართლოში მომუშავე გამომძიებლის პრეროგატივა არ არის იქ თუ ვინმე უფლებამოსილებას გადააჭარბა და გადაამეტა, იმის გამოძიება არ შეიძლება რომ ამან განახორციელოს, მაგრამ მე ვამბობ პროტესტს, როგორ შეიძლება პროტესტი არ გიჩნდებოდეს ამის მიმართ და პროტესტს როცა უბრალოდ გულში კი არ უნდა ინახავდე, როცა ეს ჩნდება და როცა იცი რომ გადამწყვეტი მომენტი დგას ახლა ქვეყანაში. ახლა სიჩუმე არის დანაშაულის სტოლფასი და იმით რომ აპოლიტიკური ხარ თავს ვერ გაიმედ ეს არ არის ანუ პოლიტიკურობას არ ნიშნავს ჩემთვის ის რომ იმის მიმართ გაგიჩნდეს პროტესტი რომ შერჩევითად არ ხდებოდეს რაღაცის გამოძიება ან ეს საქმეები ახლა მე დავდიოდი სასამართლო პროცესებზე არ ვიყავი უბრალოდ რუსთაველიდან მაყურებელი ამ პროცესების სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით საუბრობ ესეთი სასამართლო მე არ მინახავს ამდენი წელი გავატარე სასამართლოში როცა გამომძიებელი ხარ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გაქვს სასამართლოსა და იქ მოწმედაც ძალიან ხშირად იკითხები. ვიჯექი პროცესებზე და აი მართლა სიმწრისგან ცრემლები მდიოდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე იყოს დაკნინებული და იყოს და კიდევ თავსაც იკნინებდეს ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ერთია რომ ხელისუფლება ესე გექცევა და მეორე აძლევს შენ ამის საშუალებას და აი ამას ვამბობ პოლიციაზეც, პროკურატურაზეც და სასამართლოზეც. მე ესეთი რამე არასდროს არ მინახავს. ისევ იმ უკმაყოფილო პოლიციელს, რომელიც დაღლილი მივიდა მონა ეძახეს და მერე მოქალაქე გადაარჩინა და მტკვრიდან ამოიყვანა, იმის უკმაყოფილებას დაუბრუნდებით. მაინც ვერ ხვდები, საით შეიძლება წაიღოს ეს უკმაყოფილება, გარდა იმისა, რომ წამოვიდეს სისტემიდან. მისი საპოვნელი გზაა ეს. ერთი არის რომ ან შიგნით იყო და თუ ვერ ტოვებ იმ სამსახურს, თანამოაზრეებთან გააზიარო ეს და ეს უნდა იყოს საერთო აზრი. ერთი პოლიციელი ძალიან ცოდუა იმისთვის შიგნით სისტემაში და თან უნდა ითქვას ისიც რომ მე რომ გოგო ვარ ეს მოქმედებს მე როგორ წამოვალ და ბიჭი ჩემ შემთხვევაში როგორ წამოვიდა და მე არ ვიცნობ ხა შაიშმელაშვილს მაგალითად რომელმაც მე როცა მოყვა როგორ წამოვიდა სამსახურიდან და როგორც შიდა სისტემიდან გამოსულს დარწმუნებული ვარ რომ მაგაში გაზვიადებული არაფერია იქ მხოლოდ რაღაც სამსახურებრივი საუბარი არ მოყვა მაგას და იქ რაღაცა ცოტა ბავშვების განადგურებით ემუქრებოდნენ როგორ არა მანამდე ქუჩურ გარჩევას რომ გავსა ეგეთი საუბარი რომ შენ სად მიდიხარ ეხა და რატო გტოვებ ეხა ეს გოგოს უფრო ალბათ ნაკლებად უწევს და ბიჭების შემთხვევაში იქ ცოტა მასკულინური რაღაცაები ირთვება და მეტად სახიფათოდ შეიძლება იყოს. თუ ვიღაცა ძალას იპოვის, უნდა ილაპარაკოს. თუ ვერ იპოვის, მაშინ უნდა წამოვიდეს და თუ ვერცერთს ვერ აკეთებს, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ აქციაზე საკუთარ მოქალაქეს ხელი დაარტყას, იძალადოს და არ ვიცი, ანუ ესეც გამოსავალია, ხო? თუ თან ხვდები იმას, რომ თავს უხრი ამ უსამართლობას რაც ხდება, მაშინ უძალადობ მოქალაქეებზე, ეგ ხო შეგიძლია? აი, აქციაზე ძალადობის ამბავი არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთია რაღაც ბრძანება, რომელიც შეიძლება გქონდეს, რომ თქვათ, არ ვიცი, არ გადააკეტინო გზის სავალი ნაწილი დემონსტრაციას, მაგრამ მეორეა, რომელშიც მგონია ხოლმე, რომ მაინც ბრძანების შესრულება არ არის და ცოტა პირადი ინიციატივაც არის ხოლმე. მაგალითად, პოლიციელი როცა გოგოს თმით ითრევს, ხო? შეიძლება არ გადააკეტინო გზა, მაგრამ ნუ თმითაც არ ითრიო, ხო? აი, აქ რა არის ბრძანების შესრულების ნაწილი და რა არის პოლიციელების ინიციატივა, რომელსაც იჩენენ, არ ვიცი, მეტისმეტი მონდომებისგან თუ თავიანთი სურვილების რეალიზებისთვის. საერთოდ რომ ადამიანს რომელიც მოძალადი არ არის ბუნებით, ამის გაკეთება არ შეუძლია. და თუ ამას აკეთებს, ესე იგი მოძალადია, ხო? თუ ესეთი მოძალადე კადრებში ყავს, უფროს ვერ ჩამოვარეცხავთ ამ პასუხისმგებლობას, ხო?
მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც არავინ დასჯილა ამას ვამბობ. ხო, თმის მოკაჩვაზე აი წეღან რომ მითხარით იდენტიფიცირებული არ არის, ვინ არ არის იდენტიფიცირებული თმის მოკაჩვაზე იდენტიფიცირებული წელი და დაწინაურებულიც. დაჯილდოვებულიც. აი მაგის საპასუხოდ ახლა მე ის კადრი მახსენდება, როდესაც ძირს წაქცეულ ბიჭს ყველა იცის ის კადრი გრძელთმიანი ბიჭი ძირს გონწასული აქტია და ორი სპეცრაზმელი კიდე ურტყავს. თავში. აი მაგ კადრის ჩამდენი ვინც არის, ამ კადრში რაც ხდება აი ამ დანაშაულის ჩამდენი ვინც არის, არ მგონია რომ დარწმუნებული ვარ არც ერთი ხელმძღვანელი პირი იმის დავალებას არ გასცემდა რომ აი ესე მოიქეცი ხა ეს არის პირადი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იმ დროს და უბრალოდ ნახეთ უფროსის პასუხისმგებლობა მე ის არის რომ არ დასჯილა და ამიტომ გამოდის რომ ისინი თანამონაწილეები არიან შემდგომი ძალადობების იმიტომ რომ როდესაც ერთი დანაშაული ჩადენილი და მხილებულია და არავინ დასჯილა შესაბამისად ძალადობის წახალისება ხდება ამით და საერთოდ სირცხვილია მოთოკვაზე როდესაც სახელმწიფო ხარ და მოთოკვაზე მსჯელობთ, უნდა მოთოკო თუ არა თავი, რა თქმა უნდა მოთოკო, თმენის ვალდებულება გაქვს. და ეს ამ ხელა აგრესია, რომელიც მოქალაქეებზე გადასული ვნახეთ, არ ვიცი, იქ მოძალადეობრივი ბუნებიდან მოდის, ამ დაუსჯელობის სინდრომიდან თუ სისტემას ჭირდება ადამიანები, რატო არიან ეს ხალხი ესეთი გაბრაზებულები? ძალით გააბრაზეს, უთხრეს, რომ აი, იმიტომ რომ მაგ დღეებში ბევრისგან მესმოდა, რომ ამ ხალხს არწმუნებენ, რომ ესენი არიან სატანისტები, დასაწვავები, გასანადგურებლები და ასე შემდეგ, ანუ იცით რა არის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ნაწილზე იმუშავებს, პოლიციაშიც იმუშავებს, თუ დანარჩენ ადამიანებზე მუშაობს, პოლიციაშიც, რა ვიცი, იმუშავებს რაღაც ნაწილზე, მაგრამ მე რატო არ ვუჭერით მხარს მაგ აზრს, რომ პროპაგანდამ უნდა იმუშავოს, ისინი რუსთაველზე დგანან. მათი უმრავლესობა ნამყოფია აქციებზე, დიდ აქციებზე ხომ უდიდესი ნაწილი გამოყავთ პოლიციელების. ისინი ხედავენ იქ როგორი ხალხი დგას. იყო პერიოდი, როდესაც მოქალაქეები მათთან კომუნიკაციას ცდილობდნენ, ბებოები მინახავს, როგორ მიდიოდნენ და ევედრებოდნენ პოლიციელებს და დარცხვენილი პოლიციელების სახეებიც მინახავს, როდესაც სიტყვა ვერ შეუბრუნებიათ იმ ასაკოვანი ხალხისთვის, აფხაზეთში ნაომრებიც რო იყვნენ, შვილმკვდარი დედებიც რომ იყვნენ და გმირების მშობლები რომ იყვნენ. და ისინი მათ სწორ გზას უჩვენებდნენ, იმაზე ელაპარაკებოდნენ, რომ გამოღვიძების დროა და ამას მე ჩემი თვალით ვუყურე. როგორ შეიძლება ამ დროს პოლიციაზე ვთქვათ, რომ არა, ხო, ჯერათ, რომ იქ სატანისტები დგანან. ანუ რა ვიცი, მეც იქ ვდგავარ, ყოველ დღე იქ ვდგავარ 300 დღეა და არა ვარ სატანისტი. შეიძლება ისინი არ ფიქრობენ, რომ ეშმაკი ხარ, მაგრამ მხარდაჭერაზე ხო უარი თქვეს. იმედი მაქვს, რომ იმიტომ არ თქვეს უარი, რომ მტერი ვგონი ვარ, იმიტომ თქვეს, რომ ჩემთვის ეს არ არის საპატიო მიზეზი, მაგრამ შიში აქვთ სამსახურების დაკარგვის. შეიძლება ახლა ვიღაცებს ვაღიზიანებ კიდეც და საერთოდ არ ვეხატები გულზე, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ის ადამიანები, ვისაც ვუყვარდი პოლიციაში მუშაობის დროს, გულის სიღრმეში მაინც არ ფიქრობენ, რომ ახლა მეგობრობისთვის ხალატიც არის, როდესაც ასე ჩუმად ხარ. და თამთან თუ კი შეშინებული პოლიციელები გვყავს, რომლებსაც არ ვიცი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავეს, მისი დაცვა არ შეუძლიათ მისთვის, მანუგეშებელი სიტყვების თქმა. მაშ რა შეუძლიათ მათ თაღლითებთან ბრძოლა, ბავშვებზე მოძალადეებთან ბრძოლა, სისტემასთან ბრძოლა, აი რაღა რჩება მათ არსენალში, შეშინებულ პოლიციელს რა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. ანუ მე თუ მეკითხებით მაგ კითხვას თუ მე უნდა ვუპასუხო, ვფიქრობ რომ არაფრის. დანარჩენი არის ყველაფერი თავის მართლება, როდესაც ყველაფერს კარგავ და შენ ამაზე ხმას არ იღებ. მამა დოროთე ყურაშვილმა თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ კატასტროფა არისო, დაშინებული მღვდელი და მასწავლებელიო. პოლიციელიც უდიდესი კატასტროფაა. ცკი არა, პოლიციელი არის უდიდესი კატასტროფა. შეშინებულმა, დაშინებულმა პოლიციელმა როგორ უნდა დაიცვას რომელიმე მოქალაქე. ან რა დაცვაზეა საუბარი, ანუ მაგიტო ვამბობ, ხელისუფლებამ დღევანდელი პოლიცია აქცია საკუთარ ყარაულად მართლა ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ პარლამენტის ირგვლივ უნდა დააყენოს, რომ მათ კონდეთ გამოსასვლელი უსაფრთხოების დერეფანი და პოლიციელები იძულებულები არიან, ნაწილი მაინც იძულებულები, არ ვიცი, უკვე საზოგადოება ისე ხედავს, რომ მათ ეს უნდათ. და მე როგორც ყოფილი პოლიციელი იმედს ვიტოვებ, რომ ნაწილი მაინც არსებობს, რომელიც იძულებულია რომ ეს გააკეთოს, მაგრამ ეს არ არის გამართლება, რომ ტიტუშკები დაიცვა, რომ ჟურნალისტებს რომლებსაც ამ ხელაძალადობა განხორციელა და უყურებდე და არ მიდიოდი ახლოს. თავდამსხმელებს ხელკავით აცილებდე და აქეთ ვიღაცას თმით ითრევდე. მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცას აპროტესტებს, თან რაღაცას, ისეთ რაღაცას, რაც შენი შვილების მომავლისთვისაც არის. აი, შვებულებების დრო რომ მოვა.
და ჩვენს პროგრამაში EFLOW ქვია, როცა გახსნიან შვებულებების გრაფას და დაინახავენ, რომ წესით 40 დღე ან მეტი შეიძლება ეკუთვნოდეთ შვებულება, მაგრამ სამათხოვრო 2 კვირა უნდა აიღონ. როცა გადაწყვეტენ, რომ ოჯახი შვებულებაში წაიყვანონ, რომელიმე არაპოლიციელ მეგობარს უნდა დაურეკონ და ფულის თხოვონ, იმიტომ რომ პოლიციელის ხელფასით ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებ ოჯახს ისე, რომ ღირსეული დასვენების პირობები შეუქმნა. როცა ასეთი პოლიციელი ხარ, შენს ცოლს აღარ ახსოვს ბოლო სპექტაკლზე როდის იყავით. და ამ დროს, როდესაც შენ აი ამ 2 კვირიან შვებულებას წერ, შენ რომ შრომობ, წინ აღამის ხამენათევი რო ხარ, ვიღაცა მიდის ძალიან ევროპულ კურორტებზე ისვენებს, მათი ცოლები მშობიარობენ ევროპის ქვეყნებში, დადიან საშოპინგოდ ევროპის, გარყვნილი ევროპის ქვეყნებში. მათ შვილებს იქაური მოქალაქეობა აქვს. შენი შვილები საჯარო სკოლაში დადიან და შენ სამსახურში საჭმელს ვერ ჭამ, იმიტომ რომ ბავშვებს საღამოს საჭმელი მიუტანო და მათი შვილები კერძო სკოლებში სწავლობენ, ზოგიერთი საერთოდ უცხოურ კერძო სკოლებში სწავლობენ, იქაურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და ეს ევროპა მარტო ჩვენ გვყნის. ძალიან მაინტერესებს, ანუ ამის გააზრება ნებისმიერი რიგითი პოლიციელისთვის არ უნდა იყოს ჩვეულებრივი უმარტივესი რაღაცაა. ისინი ამას თუ აკეთებენ, შენ რატო ხარ ასე? და თუ ამის გამო ბრაზი არ გიჩნდება, თუ პროტესტი შენში ისევ არ არის, მაშინ მეორე დღეს მონას რო დაგიძახებენ, კი აღარ უნდა გაბრაზდე, უნდა გააგონო. აი ასე ვუყურებ მე ამ საკითხს. პოლიციელების 100% და რამდენ პროცენტ შეიძლება კონდეს მიმღებლობა და შემგუებლობა იმის, რაც ხდება, იმიტომ რომ მე ბევრისგან მომისმენია, რომ აი ჩვენ ყველა მთავრობის დროს პოლიციელები ვიყავით, ჩვენთვის არავინ კარგი არ იყო, ახლა ყველაზე მაღალი ხელფასი გვაქვს და ასე შემდეგ. ალბათ წინა ხელისუფლებასაც, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე საუბნებოდნენ, შემდეგსაც იგივე სეტყვიან, არ ვიცი, ეს მათი საქმეა, ხო? მაგრამ აი ეს რომ ჩვენ მუდმივად ვართ და ხელისუფლებები იცვლებიან და ვიღაცას ხო არ გადაუყვებით, მე გამიგონია პოლიციელებისგან, რომლებსაც მოქალაქეები სთხოვდნენ მეტგულისხმიერებას, მხარდაჭერას და ასე შემდეგ, ხო? აი, მათგან 100%-დან რამდენია, რომელსაც აქვს მიმღებლობისა და შემგუებლობის უნარი და რომელიც შეიძლება ამ კითხვას სვამდეს, რაც ახლა დასვი, რომ აი მე რატო არ მაქვს საჭმლის ფული სამუშაოზე და რატო ის რაღაცა 2 კაპიკი, რასაც ვიღებ გაზრდილი ხელფასი, ხო? ყოფნის მხოლოდ იმისთვის, რომ საღამოს სახლში პური მივიტანო. პროცენტულობაზე ვერ გიპასუხებთ ახლა, იმიტომ რომ რასაც ვუყურებ, იმდენი ახალი კადრი არის პოლიციაში შესული და არ ვიცი რა პრინციპით არის ეს ხალხი შერჩეული და შერჩევის პრინციპით ჩემ დროსაც არ ყვაოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მეგონი არც არასდროს. მაგრამ აი ის რაც ახსენეთ თქვენ რომ ასეთი უიმედო განცდა აქვთ შიგნით, ეს ნამდვილად ყოველთვის ასე იყო რა. ყოველ შემთხვევაში რაც მე იქ ვიმუშავე, აქვე მინდა დავაზუსტო, რომ მე ძალიან ხშირად მეკითხები ახლა მიშას დროს სად ვიყავი და მიშას პოლიცია მინდა თუ არა, ანუ 11 წლის ვიყავი მიშა რომ მოვიდა. და მეორე კურსელი ვიყავი, რო დასრულდა ნაციონალური მოძრაობის ამბავი. და ჩემი საპოლიციო საქმიანობა მთლიანად აი ამ რეჟიმს ეხება. რა თქმა უნდა, ნაამბობი ვიცი იქაურიც, მაგრამ ზუსტად ამ ნაამბობზე დაყრდნობით ყვები, რომ პოლიცია არასდროს არ იყო კმაყოფილი. მე რა თქმა უნდა ვიმუშავე იმ ხალხის გვერდითაც, ჯერ კიდევ ედვარდ შევარდნაძის დროს რომ მუშაობდნენ პოლიციაში, ხო? მათი პოზიცია, ჩემი წამოსვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც იყო, ძალიან ხშირად მოყავდათ ეს არგუმენტად, რომ კარგი რა თამთა, აი ხელისუფლებები იცვლებიან და ჩვენ ვრჩებით. მაგრამ ეხლა ნახეთ რა განსხვავება, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, შენ კი რჩები, ასე გგონია, მაგრამ შენი ხელით რას ჩადის ხელისუფლება აი ამ მომენტში, ხო? ისეთ დანაშაულს გადედინებს, რომ ბორკილებით ხარ მიჯაჭული ხელისუფლებაზე. ეხლა ბევრი პოლიციელი ზუსტად ამის გამოა გაჩერებული, რომ ისეთი რაღაცები გააკეთებინეს საკუთარი ხელით, რომ როგორც კი რეჟიმი ჩამოიშლება და ეს გარდაუვალია, რომ ასე მოხდება, ისინი დამნაშავეების სკამზე აღმოჩნდებიან. ასე დროს თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიძულებს, რომ გაჩუმდე და კარგად მიეწეპო იმ რეჟიმს, რომელსაც ახლა ემსახურები, ხო? არ უნდა დაივიწყო ის რაღაცეები, რომ საკუთარ მოქალაქეს ხელი არ უნდა დაარტყა. შენს გასაკეთებელსაც რომ აკეთებ, შენს საბრძოლველსაც რომ იბრძვის და შენ ამ დროს იმის ფუფუნებას აძლევ თავს, რომ სულ ჩუმად იყო, სირცხვილია. და თამთა, ესეთი დაახლოებით რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს, ვინც დანაშაულებით ყავს სისტემას მიბმული და აიძულებს ერთგულებას, იმიტომ რომ ჩვენ ნანახი გვყავს იგივე პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში ცალსახაც აიჭო ჩვენებას აძლევენ, კადრები, როცა ეს არ ვიცით, მის წიწკნა იქნება თუ რამე, ზედმეტი გამოყენება, როცა არაფერი საჭიროება არ არის დემონსტრანტებს ესე გაუსწორდე. არის ხო ეს არ ვიცი, არა
არავისთვის სიახლე აღარ არის სამწუხაროდ. თორემ მე კარგი პოლიციელების მხარდამჭერი მინდა ხოლმე ვიყო, იმიტომ რომ რაღაცა ჩემი სიმშვიდისთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჯობია კარგი პოლიცია გვყავდეს, ვიდრე სუსტი და შეშინებული, ხო, და მოძალადე მით უმეტეს. და აი ესეთი რამდენია, რომელიც დაჭერილი ყავთ. არის სხვა ან დაჭერის მეთოდს ნახეთ, დაჭერა ეს ხო აბსტრაქტული რაღაცა არის. შეიძლება დაჭერილი ყავდეს თანამდებობით, რაზეც დანიშნე მაგალითად და ვალში აგრძნობინო თავი. შეიძლება დაჭერის ერთი გზა იყოს ეს, რომ ნაჩუქარი აქვს მას თანამდებობა, არ დაუმსახურებია თავისი პროფესიონალიზმით და იცის, რომ იქ ვიღაცა მიიყვანა და ამიტომ ყურმოჭრილი მონა არის მართლა. ვიღაცის მიყვანილი და დანიშნული თუ არ ხარ. როდესაც ვიღაცა რაღაცა არასწორს გავალებს, ცალსახად არასწორსა, თან უბრალოდ არასწორს კი არა, რომელიც არავის არაფერს მოუტანს ზიანს. შენ ხედავ, რომ შენ გამო ადამიანებს ცხოვრება ენგრევათ და ამაზე მაინც თანახმა ხარ, წარმოიდგინეთ, რა დონის ზეწოლა უნდა იყოს ზემოდან. ან მაშინ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ან სინდისზე და ნამუსზე უბრალოდ ხელი უნდა გქონდეს აღებული, ხო? და პროცენტულად ახლა არ ვიცი, რამდენიც მაღალი თანამდებობის პირები არიან, ალბათ დიდი ნაწილი მათი და მე წეღარ რომ საუბრობდი, რომ ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ვიღაცები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, ეს არის ის ყველაზე დაბალი რგოლი. შეიძლება მაღალ რგოლში ვიღაც იყოს და არ ვიცი როგორ ძლებს მაშინ თუ არის ასეთი ინდივიდი გამონაკლისის სახით, მაგრამ ძირითადად ვსაუბრობ დაბალ რგოლზე, რომელსაც ასმენინებენ ხოლმე, რომ პოლიცია სუბორდინირებული სისტემაა. პოლიცია სუბორდინირებული სისტემა არის ყველა განვითარებულ ქვეყანაშიც. მაგრამ ჯანსაღი სუბორდინაციის დროს ადამიანში პიროვნულ თავისუფლებას არავინ კლავს. პირიქით. როდესაც ასეთი უსამართლობა ხდება ჯანსაღი სუბორდინაციის დროს, შენ პოულობ საკუთარ თავში იმის ძალას და ძალას პოულობ კი არა, გარდაუვლად გეჩვენება, რომ ამაზე უნდა ილაპარაკო. და დანარჩენი ყველაფერი ეხლა რაც აქ ხდება ჩემი აზრით, არის სუბორდინაციას ამოფარებული მონური დამოკიდებულება. ამიტომ შეიძლება მეგობარს მხარი ვერ დაუჭირო, როდესაც ეთანხმები. ამიტომ შეიძლება გაჩუმდე უსამართლობაზე. აბა მაშინ სხვა რა არის მონობა? ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ამ ხელისუფლებამ ჩააყენა პოლიცია. იმიტომ რომ მოქალაქე, რომელიც გარეთ დგას და რაღაცას იცავს, ღირსებით დგას. შეიძლება ნაცემი იყოს, ნაბეგვი იყოს, დაზიანებული იყოს, დაკავებული იყოს, მაგრამ ღირსება აქვს და შინაგანი თავისუფლება. და მითხარით ახლა თქვენ პოლიციელი, რომელსაც საზოგადოების თვალში აქვს ღირსება შენარჩუნებული და თან არის შინაგანად თავისუფალი. ეს ორი რაღაც თუ გაგაჩნია, როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ჩუმად იყო? სამსახურიდან წამოსვლის დღეზე მინდა დაგაბრუნო. მე როგორც ვიცი, შენი სტატუსიდან, როცა მიხოდი პატაკის დასაწერად და უთხარი, რომ ტოვებდი სისტემას, გითხრეს, რომ არ ყოფილიყო ჩანაწერი, რომ პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკური მოსაზრებების უკმაყოფილების გამო ტოვებ ამას. აი როგორი იყო ეგ დღე, რამდენად მიიღეს შენმა ხელმძღვანელებმა და გაიგეს, რატომ მოდიოდი იქიდან? და ცადეს შენი გადაწყვეტილება თუ არა? აი ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური რომ იყო ეს არ დამეწერა, ეს ხელმძღვანელობას არა, ჩემი მეგობრები მირჩევდნენ, პოლიციური მეგობრები, რომ ხო, ეს გამოიწოდა რაღაც არასასიამოვნო კუდებს და იქნებ უბრალოდ მე თქვა რომ უკეთესი სამსახური ვიშოვე და გადავდიოდი. მე ვფიქრობ რომ იმდენად მოწადინებული კადრი ვიყავი პოლიციაში რომ ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა რომ წარმოუდგენელი არის უცებ მოვიდე შენ თანამშრომელი და გითხრას რომ მე უკეთესი სამსახური ვიპოვე. ანუ გამოძიებლისთვის, გამოძიების წარმოებაზე უკეთესი სამსახური არ არსებობს, როდესაც გიყვარს შენი საქმე. ოღონდ ნახეთ ეს ამაზე არც მიფიქრია საერთოდ ეს ამ შემოთავაზებას რომ დავთანხმებოდი თუნდაც კეთილი რჩევა ყოფილიყო, იმიტომ რომ მე მართლა ძალიან გულით მინდოდა რომ მეთქვა რატომ მოვდიოდი. და ეს რომ შიგნით მინდოდა მეთქვა და არა გარეთ, რა ვიცი, შემდეგ ქმედებაზეც ჩანს რომ მე ძალიან ბევრი თვე საერთოდ არ მithქვამს გარეთ ისე ვიდექი ხალხთან ერთად აქციაზე, როგორც მოქალაქე, რომ არ მithქვამს რომ მე ყოფილი პოლიციელი ვიყავი. და მათთან ერთად ვაპროტესტებდი იმ უსამართლობას, რასაც ჩემი თვალით ვხედავდი. ამის საშუალება რომ არ მქონდა შიგნით, ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. და როდესაც მოვდივარ სამსახურიდან, რომელიც ძალიან მიყვარდა და უფროსი მეკითხება რატომ მივდივარ, უნდა აი ვალდებულად არ შემეძლო სხვანაირად, უნდა მეთქვა რატომ მივდიოდი.
რაც შეეხება პატაკს, იქ შაბლონური პატაკია, რომ გთხოვთ რაღაც აღნიშნული პატაკი შედგენილია ოჯახური მდგომარეობის გამო, რა თქმა უნდა, მე ოჯახურ მდგომარეობას არ ჩავწერდი იქ, თუმცა არც ამ ნოველას დამაწერინებდნენ, რატომ მოვდიოდით, რომ არგუმენტები მეთქვა და პოლიტიკური შინაარსის ყოფილიყო, იქ უბრალოდ წერია, რომ გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხელმძღვანელობამ წამოსვლის დღესვე აღნიშნა, რომ ძალიან გაუგრძელებულები იყვნენ, რატო მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამაფასებდნენ და პატივს მცემდნენ და მე დავუსვე ესეთი შეკითხვა, რომ თუ ამას საკეთებდნენ, ვინმე დაურეკა და დაავალა თუ ვიმსახურებდი და მიპასუხა ჩემმა ხელმძღვანელმა, რომ არა, ვიმსახურებდი და იმიტომ მცემდნენ და უხერხულობას განიცდიდნენ თავიანთ ზემდგომებთან, როგორც მითხრა ჩემმა ხელმძღვანელმა, რომ იმდენად ნაკები ვყავდი, როგორც კარგი კადრი, რომ ახლა გძნობდა თავს უხერხულად, აი ამ ღალატი სიტყვა არ უგულისხმია, მაგრამ კონტექსტი იყო ეს, აი ამ რაღაც აი ხა უხერხულად იგრძნობდა თავს, რომ მათთვის ეთქვა, რომ ესეთი კარგი კადრი წავიდა? ეს იყო უხერხულობა? არა, ის რომ მაქო და შეცდა. ანუ ჩემი აზრით ეს იყო უხერხულობის განცდის. მე გეუბნებით აბსოლუტურად, რასაც ვგრძნობდი იმ მომენტში, რომ ის ჩემი ხელმძღვანელობა თავს უხერხულად იგრძნობდა თავის ხელმძღვანელობასთან, იმიტომ რომ აქამდე ისე ვყავდი ნაკები, როგორც კარგი კადრი, რომ მაშინ ეს რატომ გავაკეთე? და ამაში შეცდნენ. ანუ ფაქტობრივად გითხრეს, რომ ტყუილად გაქებდითო. მათი პირველი ემოცია ეს იყო, ხო? სინანული იმის გამო, რომ პატივს მცემდნენ მანამდე და მე ვკითხე, რომ ვიმსახურებდი თუ დავალებული ქონდათ ვინმესგან, იმიტომ რომ მე პოლიციაში, რა ვიცი, აი 38-მა კადრმა მაინც იცის, რომ უპატრონოდ მოვხვდი პოლიციაში ეროვნული გამოცდებით მაგისტრატურის ხარჯზე. შესაბამისად, ჩემს საქებრად დავალებას ვერავინ ვერ მისცემდა ჩემს ხელმძღვანელობას და მიპასუხა ჩემმა უფროსმაც, რომ არა, ვიმსახურებდი და მე ვთხოვე, რომ მაშინ ახლაც ვიმსახურებ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას პატივის ცეთ მეთქი და დამემშვიდობდნენ. მაგრამ პატაკის დაწერიდან სანამ მინისტრი ჩემი პატაკის საფუძველზე ბრძანებას გამოსცემს, რომ გამათავისუფლო, მე თანამშრომლად ვითვლები. საათნახევარში პატაკის დაწერიდან ჩამომართვეს სამსახურებრივი მოწმობა და მე ვკითხე, თან უხეშად ძალიან და ამას ხელმძღვანელი არ აკეთებს, ამას ქვემოთ ადმინისტრაციაში აკეთებს და მისი სახელი და გვარი არ ვიცი იმ ადამიანის. კადრების განყოფილების თანამშრომელი სავარაუდოდ არა. ხო, არასდროს არ, აი, იცით როგორ მუშაობდი, რომ არ მაინტერესებდა ვიღაცების სახელები და გვარები თუ სამსახურებრივად მათთან კვეთა არ მიწევდა, არ ვიცნობ ვინ არის ის ადამიანი, უბრალოდ ძალიან უხეშად მითხრა, რომ დამედო მაგიდაზე ქსივა. საქმეები გადასაწერი და მოსაგვარებელი მქონდა, ხა რომ მოვდივარ ამ ჩემს საქმეებს აქტიურები რაც იყო, ხო უნდა გასჩენოდა ახალი პატრონი და ჩემი კოლეგისთვის გადამეწერა და როგორ შემოვალ მეთქი შენობაში თუ სამსახურები მოქალაქესავით შემობრძანდებიო, ესე რაღაცა სარკასტულად მიპასუხა და ესე წამოვედი სამსახურიდან ძალიან დასტრესილი, იმიტომ რომ მარტო ეს კომუნიკაცია არ იყო იქ ჩემს გარშემო იყო საოცარი დაძაბულობა. თანამშრომლებთანაც კი აი ის 2 დღე სანამ მე სასწრაფოდ და ერთი სული მქონდა, როდის გადავაწერდი ამ საქმეებს სხვებს, სანამ აი ამ საქმეს ვაკეთებდი, ის 2 დღე რომ მკითხოთ პოლიციაში გატარებული ყველაზე საშინელი დღეებიდან რომელია, არ გამახსენდება არც ერთი სექსუალური ძალადობა გამოვლილი ბავშვის გამოკითხვა და აუცილებლად გამახსენდება ის 2 დღე. ანუ უფრო მძიმე იყო. საშინელი იყო. რამდენი საქმე დატოვე, რომელიც ხო კოლეგებმა უნდა გააგრძელა? ძალიან ბევრი. რამდენიმე ათეული, რაც აქტიურად სამუშაო იყო და სამუშაო იყო საყოვნელი. კი, წინასწარ არ არსებობს წინასწარ რომელიმე საქმეზე იცოდეთ რა შედეგი დადგება, მაგრამ კი, სამუშაო საქმეები რაც იყო, რამდენიმე ათეული დავტოვე და დანარჩენი საქმეებიც რაც ან შეწყვეტილი სასამართლოში იყო წასული ან პროკურატურაში. ხო, ისინი ცალკე არის სასამართლოში წასულ საქმეს გადაწერა არ სჭირდება. ის თავისით აგრძელებს. დიახ, გამომძიებლის საქმე უბრალოდ ის არის, რომ მე მოწმის სახით როცა გამოიძახებენ იმ საქმეზე სასამართლოში, მივიდეს და გამოიკითხოს, დაიკითხოს, თორე დანარჩენი საქმეები აქეთ რაც არის, ან არის ძველი საქმეები, რომლებიც ისევ გაწერია და ახალი აქტიური საქმეები. თამთა მნიშვნელოვანი რამე თქვი წეგან უპატრონად მოუხდი სისტემაშიო. დიახ. ხო, აი ეს რას ნიშნავს? სამოქალაქო ადამიანებისთვის, როცა პოლიციელი ამას ამბობს, აუცილებლად პატრონით უნდა მოხვდე და ამიტოა ეს აღსანიშნი ამბავი, თუ სხვა სასტარტო პირობები გაქვს უპატრონოთ მოხვედრილსა და პატრონით მოხვედრილს შორის, თუ აი გამონაკლისია, რომ გოგო ხდება თანაც უპატრონოთ. მოდით ამის საპასუხოდ გავიხსენებ ერთ მაგალითს, სულთავიდან რომ დავინიშნე ოფიცრად. ხელმძღვანელმა მკითხა რეკომენდატორი ვინ ყავდაო
ძალიან ბუნებრივი შეკითხვაა ეს თაღლითებში მუშაობა რა დაიწყე? არა, სულ პირველად ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში. ახალი კადრი მოდის და ხელმძღვანელობა ესაუბრება პირველად და მკითხა რომ ვინ მყავდა რეკომენდატორი და მე უპასუხე რომ არ მყავდა რეკომენდატორი და ისეთი დამაბნეველიც კი იყო ჩემთვის რა არ ველოდი რომ რაღაცა ეგეც კითხვების ნაწილი უნდა ყოფილიყო და გაეცინა და მითხრა ეგრე დაგარიგაო და აი ამის მერე სულ მახსოვს ეს რომ იმდენად ბუნებრივი მომენტია რომ ვიღაცამ რეკომენდაცია გაუწია რეკომენდაცია ცუდი არ არის რეკომენდაცია უნდა გაუწიო ეს ყველა სამსახურში მიღებული არის რომ ვიღაცა კარგი ადამიანი ხო რეკომენდაციას უწევს ვიღაცას მაგრამ ამასაც შეგვებულია იცით პოლიციელების უმრავლესობა რომ უამრავი მუშა გამომძიებელი აი როგორ იცით მათზე რომ დგას სისტემა რა მათ გაკეთებულ საქმეებზე რომ სტატისტიკები იგება და მე ამ სტატისტიკებით რომ ამაყობს ზოგიერთი მინისტრი ხო აი ზუსტად იმ გოგო ბიჭებზე დგას ვისაც ახავს საუბრობ მუხჩაუხრელად რომ შრომობდნენ და მე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და კიდევ რა მაქვს იცით ნანახი აი ამათ პარალელურად წინაურდებოდნენ და კიდევ უფრო წინაურდებოდნენ კადრები, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში არაფრით არ დაუმსახურებიათ იქ ყოფნა. მე მაგრამ ყავდათ რეკომენდატორი? კარგი პატრონი, დიახ. ვიღაცა ნათლი მირონობის, ძმისშვილობის, მამის მაკაცობის ამ ყველაფერს შეიძლება ასეთიც კი იყოს შენი რეკომენდატორი, როდესაც სწორ კადრს უწევს რეკომენდაციას და რამდენი სწორი კადრი გყავს ახლა და საერთოდ რას დაიმსგავს სისტემა დღეს? მაგას მე კი არა სამოქალაქო საზოგადოება ხედავს უკვე და მე რა თქმა უნდა ვხედავდი უბრალოდ მე გულით მწყდება რომ შიგნით აი ეს დაბალ რგოლზე მაქვს ისევ საუბარი რა დაბალ თანამდებობაზე აი მართლწესრიგის ოფიცერი გამომძიებელი აი იმდენად ნორმალიზებულია ის რომ ხო ეხა იმის კადრია და აწია ნიშნავს დააწინაურა ხო ამის მიმართ აი 1-2 წაჭორავების გარდა პროტესტი არ მოყვება რა ერთმანეთს გადახედავენ და იტყვიან რომ ხო ესე მოხდა და ამ დროს უკარგესი კადრები ყავთ იქ და იმიტომ არ ვამბობ რომ მე არ ვიყავი სადმე ანუ მე ჩემთვის ისიც ძალიან დიდი დაფასება იყო რომ უფროსი გამომძიებელი ვიყავი და მე გამომძიებლად მუშაობა მინდოდა და ამაზე წინ უფროს გამომძიებელზე წინ უკვე განყოფილების უფროსი ან სამმართველოს უფროსი და ის არ იძიებს მე თუ გამოძიებაში მუშაობა მინდოდა სრულიად კმაყოფილი ვიყავი ამ ჩემი თანამდებობით. უბრალოდ, როდესაც დაწინაურებების შესახებ ვიგებდი, მე მქონდა ხოლმე იმის განცდა, რომ აი ეს რატო დარჩა ესე და ეს რატო არის იქ ახლა. შეიძლება ის, რა ვიცი, კარგი ადამიანი იყოს, გავიგე, მაგრამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე რომ ნიშნავ ადამიანს, რომელიც შეიძლება დამარცვლით კითხულობდეს. ესეთი ბევრია? იცით რა არის ჩემი გადასახედი და რაც მე ვიცი კი და თუ მასშტაბებს გავზრდით და ვიფიქრებთ რომ ძირითადად ესე ხდება საკმაოდ ბევრი იმისთვის რომ სისტემას ახლა ისე არ ენდობოდეს ხალხი როგორც არ ენდობა და პრაგმატული თვალსაზრისით ვიღაცის კადრობა ხო არც ისე სწორია, იმიტომ რომ აი სულ იმ მცირე დროში რაც შენ წამოხვედი სისტემიდან, მინისტრი შეიცვალა, ბევრი ხელმძღვანელი შეიცვალა. ანუ თუ შენ ვიღაცის კადრად ასოცირდები, პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც შენგან დამოუკიდებლად ხდება, ასევე შენ ბედსაც განსაზღვრავს. ხო არ ჯობია, აი როგორც შენ თქვი, პატრონოთ მოხდე ამ სისტემაში, უფრო თავისუფალი არ ხარ? კი და მე ჩემს საჯარო პოსტში ზუსტად მაგაზე მქონდა ისე ბედნიერად გრძნობდი თავს რომ აი არავინ მყავდა ოღონდ მან მარტო ის კი არა რომ ის გირეკავს და გეუბნება ეგ საფრთხე კი არ გემუქრება რომ ის დაგირეკავს და გეტყვეს რომ შენ ეგ გადაწყვეტილება არ მიიღო შეიძლება არ გითხრას დაუშვათ რომ ის კარგი ადამიანია და იცი შენი თავისუფლების ხარისხი და ხო ვინც გაგიწია თავის დროზე რეკომენდაცია იმას უქმნი უხერხულობას აი მე თუ ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა რომ უხერხულად გრძნობ და ზემდგომებთან თავს რომ მაქო იქ რეკომენდაცია ვინც გაგიწია იმას უქმნი უხერხულობას და ეს ბევრი შემაფერხებელი ფაქტორია რის გამოც შეიძლება შენს თავისუფალ და საღაზრზე თქვა უარი მაგრამ საპირწონედ აქეთ რა გიდევს მაგიტომ ვერ ვამართლებ ხვდებით არც ერთი ბანკის ვალდებულება აი არანაირი ვალდებულება რომელიც ეხა პოლიციას იქ აჩერებს ვერ გაამართლებს იმას ვერანაირი ვერ გაამართლებს იმას რომ სასწორზე როდესაც ეროვნული ბრძოლა დევს აქეთ ხო ამ დროს იყო აბსოლუტურ სიჩუმეში და თან იყო იმ ესე იგი ხელისუფლებამ გაქციოს თავის ნაწილად და აღქმული იყო საზოგადოებისგან როგორც მათი განუყოფელი ნაწილი და შენი ხელით ასრულებდეს ყველაფერი იმას რასაც ეს ხალხი აპროტესტებს მართლა ესეა
და იქნება ეროვნულ ბრძოლად ვერ აღიქვამენ იმ ბრძოლას, რომელსაც ჩვენ ეროვნულ ბრძოლად მიიჩნევ და ის ხალხიც ვინც ამ ბრძოლაშია. კიო, აქვს მაგ აზრსაც არსებობის უფლება. რომ ვიღაცა ვერ აღიქვამდეს, მაგრამ ძალიან წუხვარ თუ ამას ვერ აღიქვამენ, სხვა სათქმელი მართლა არაფერი არ მაქვს, ახლა მე იმაზე ვერ დაველაპარაკები. თუ ამას ვერ ხედავ, ასე თვალსაჩინო რაღაცას ვერ ხედავ, რომ გარუსების გზას ადგას მართლა ქვეყანა და გარუსების გზას ადგას კი არა, აი ჩემი პირადი აზრით ხელისუფლება ყავს ჩვეულებრივად რუსებით დაკომპლექტებული. ეს არ ნიშნავს, რომ გვარი აქვს ქართული. განცხადებებით, რასაც აკეთებენ, იმ გზების დაკარგვით, რაც ჩვენ ჩაგვიხერგეს ევროპისკენ მიმავალ კურსზე, თავიდან ბოლომდე რუსულია ეს ხელწერა. და ამაზე სალაპარაკო და საკითხავი თუ კიდე ვინმეს რამე აქვს, მაშინ პრობლემა აქვს ზოგადად აზროვნებაში, თავისუფალ აზროვნებაში კი არა. თუმცა მე ძალიან გამეხარდა, როცა ამ ინტერვიუსთვის ვემზადებოდი და აღმოვაჩინე, რომ 2015 წელს პოლიციის აკადემიის სტუდენტის სტატუსით თავისუფლების დღიურები ჰქონდა დაწერილი. და კიდევ უფრო გამიკვირდა და გამეხარდა ის, რომ პრინციპში რასაც იქ წერ ფინალურ დღეს რაღაცნაირად ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ იმავე განწყობით დატოვე პოლიცია, რომელი განწყობითაც მიდიოდი, ანუ ეს რაღაც მორალური მრწამსი, რომლითაც სისტემაში შეხვედი, იგივე იყო ჩვენ მაყურებლისთვის წავიკითხო პაწაწუნანაც ყვეთს სამხედროების ფორმაზე ლაპარაკობ, როგორ პატივსცემ სამხედროების ფორმას და იქ წერ, რომ მეც ჩავიცმევ ჩემი ჯგუფელებიც, ოღონდ პოლიციის ფორმას, მამაცები, ძლიერები და სამშობლოს ერთგულები ვიქნებით ჩვენც. თუ არა და ფორმას გავიხდით, სხვანაირად არ შეიძლება. და მოგიწია ხო ფორმის გახდა. როგორ ფიქრობ, აი ამ შემართებით, იმიტომ რომ სულ მე მესმის ხოლმე, რომ აი ესე ამუნათებენ პოლიციელებს, რომ პოლიციელის ფიცი არ გახსოვთ, რომელიც დადეთ, როცა პოლიციელი ხდებოით. აი რა ნაწილი მიდის ამ გააზრებით, რას ნიშნავს პოლიციელის ფორმა, პოლიციელის ფიცი და ეს ვალდებულება პრინციპში ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომელსაც ატარებს პოლიციელი. სხვათა შორის ეს ჩანაწერი მე წინასწარმეტყველებასაც აღარ მახსოვდა ხო და უკვე წამოსულმა ვნახე და როცა ეს მონაკვეთი ხარაც თქვენ გაჟღერეთ წავიკითხე მართლა რატო დავწერე მაშინ ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ იმდენად იმედებით სავსე ვიყავი, რომ არ ვიცი ამაზე რატო ვიფიქრე. ალბათ უკიდურესი ზომაც განსაზღვრე რა შეიძლებოდა ყოფილიყო თუ საჭირო გახდებოდა და კი არაფერი არ შეცვლილა, გამოცდილება მომემატა უბრალოდ და ეხლა უფრო ძლიერი მგონია ჩემი თავი და გრძნობს იმის ოძალას, რომ ეს შევასრულო, ეს ადრე იყო რაღაც ბავშვურიც იყო კი რწმენა და ახალგაზრდული იდეალიზმი ჩანს ამ თელ ტექსტში, რომელიც ნუ ერთი კვირის ჩანაწერებია. თან მე ამ დროს არ ვიყავი ჯერ პოლიციელი, სტუდენტი ვიყავი და ძალიან იმედიანად ვუყურებდი ყველაფერს და აი მართლა მჯეროდა, რომ ძალიან ბევრი ცვლილების მოხდენა შეგვეძლო. და მხოლოდ კარგს თუ გაუკეთებდით ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, პროგრესი არასდროს არ არის უმტკივნეულო და მოკლევადიანი. მაგრამ ჯეროდა ამ ყველაფრის და რადგან მართლა წინასწარმეტყველებასავით გამოვიდა და კი როცა დავდექი მაგ ფაქტის წინაშე მივხვდი რომ ისევ ის გოგო ვარ რომელიც მან სწავლობდა და მაგას წერდა. მაგრამ შენ თავის მიმართ რაღაც თანაგრძნობა არ ქონია რომ აი როგორი დიდი იმედებით მივედი და როგორ გამიცრუდა ეს იმედები. იცით მქონდა როგორ არა არ არსებობს შეგრძნება რომელიც არ მქონდა ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რაც მე წამოსული ვარ სამსახურიდან. ყველაფერი ბრაზი, წყენა იმედგაცრუება, იმის შეგრძნება, რომ საერთოდ წარსული გამიყალბეს. მე ხო ამ ადამიანებთან ერთად მუშაობდი, მიყვარდნენ, მათი შვილების ნათლია ვარ. მათ შორის იმ ხალხის, ვინც არაფერი თქვა, ხო, შენ მხარდა საჭერად. კი, მე ხა იმათ არ დავუკარგავ, რომ რამდენიმე ადამიანმა დამირეკა პირადად გამოვიდნენ ჩემთან კონტაქტზე და საჯაროდ არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ პირადად დამირეკეს და ზოგმა გადაწყვეტილება შემიქო და მომიბოდიშა, რომ თვითონ არ შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე მეტად მე საჯარო მხარდაჭერა მჭირდებოდა და მე ეს ვერ მივიღე. თუმცა ისეთი პროცესები მიმდინარეობს, აქეთ ძალიან დიდ ეგოიზმად მიმაჩნია, ეხა აი იმ საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრირება და აი მე თურმე როგორ მარტო აღმოჩნდი, მარტო არა ვარ. რუსთაველმა მე გამაცნო საოცარი ხალხი და იცით რა მასევდიანებს ხოლმე ყველაზე ხშირად რომ აი თქვენ ხო ახსენეთ რომ ჩემი სამეგობრო, ჩემი პოლიციელი სამეგობრო, ჩემ გვერდით არ დადგა, ზოგი იმის გამო შეიძლება შემსავით არ ფიქრობს და ზოგი იმის გამო რომ რაღაცები აბრკოლებს და ხმას ვერ იღებს. მე ვუყურებ მაგალითად გიორგი ოკმელაშვილის სამეგობროს ყოველ დღე
როგორ დგანან უკვე 300 დღეა და მე მართლა მასევდიანებს ეს ამბავი, ხო? რომელია მაშინ ჭეშმარიტი მეგობრობა? იმ ხალხსაც აქვს სამსახურები, ბევრი მათგანი შეიძლება საჯარო სამსახურშიც მუშაობს, ხო? ვუყურებ ხოლმე გიორგი ოკმელაშვილის სამეგობროს, დაუღალავად, მოუკლებლად, რამდენიც იყვნენ ისევ იმდენი რომ დგანან და აი ვფიქრობ რომ უნდა ისწავლო მათგან რა არის მეგობრობა. უნდა ისწავლო დანარჩენი ადამიანებისგან რა არის თავისუფლება, რა არის გვერდში დგომა, რა არის იდეისთვის ბრძოლა. რა ვისწავლე ხა ყველაფრიდან. შეიძლება ისე გაგწირონ რომ საერთოდ კონტაქტი არ გქონდეთ შენთან. უარი თქვა ყველა კარგ მომენტზე რომელიც ადრე ჩვენ ერთად გადაგხვდით, ჩვენ ერთად ჭამდით, ერთად ვცხოვრობდით, ლუკმას ვუზიარებდით ერთმანეთს, და ეს ყველაფერი უცებ აღარ არის. და აქეთ ხედავ რომ ვიღაცა აბსოლუტურად ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი ერთმანეთს არ ტოვებს. აი ყველაზე რთულ მომენტებში, სადაც შეიძლება მე როგორც პოლიციელსაც კი გამჭირვებოდა იქ მისვლა, იქაც კი ერთად არიან რა. მე ამას ვხედავ ყოველ დღე. და ვფიქრობ რომ ეს ზუსტად ის შემთხვევა არის, როდესაც აი ამ სიბნელეში, ხო, რაც ამ რეჟიმმა გვაჩუქა, ერთადერთი ნათელი წერტილი, თავისი რაღაცა შუტავით პარალელურ სივრცეებსა და დიდ ქალაქებს გულისხმობს, სადაც ჯერ კიდევ არის პროტესტი, უწყვეტი, არის რუსთაველი. ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელსაც ეხლა უნდა უყურებდეს მთელი საქართველო და მათგან სწავლობდე აი იმ ყველაფერს, ღირსებას, იდეისთვის ბრძოლას, თავისუფლებას, თავგანწირვას. ერთ-ერთი ესეთი გულის ამაჩუყებელი და დასამახსოვრებელი სოლიდარობის აქტი ჩემთვის იყო შენი ძმის პერფორმანსი, როცა მან მხატვარმა თედორე ხუიაშვილმა ლიკა მამაცაშვილის კურატორის მხარდასაჭერად დაწვა საკუთარი ნამუშევარი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ. მე მაშინ არ ვიცოდი რომ თედოს ყავდა და რომელიც იყო პოლიციელი და ასე შემდეგ. თედოსაც პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ესე მხატვარი რო არის ეს ვიცოდი და ეს იყო პრინციპში გამონაკლისი, იმიტომ რომ ლიკა მამაცაშვილი იყო ხარვასლას კურატორი, რომელიც ბევრ სხვა ადამიანთან ერთად გამოუშვეს და მაშინ პრინციპში ის ხალხიც წუხდა იმაზე, რაზეც შენ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ რო კოლეგებისგან მხარდაჭერა არ ჩანდა და ვიღაცები შიშის გამო იყვნენ ჩუმად და თედოს ეს მხარდაჭერა იყო გამონაკლისი და მართლა რაღაც ცეცხლის ალი ამ სიჩუმეში, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ რთულია რომ მხატვარმა საკუთარი ნამუშევარი ქუჩაში დაწვას, ხო, თან რაღაცა არ იყო პაწაწუნა ნამუშევარი, კაი დიდი ტილო იყო. და შენ ამ დროს იყავი პოლიციაში, ხო? როგორ უყურებდი მაშინ ამ პროტესტს, რომელმაც შენ პროტესტს დაასწრო და არ ვიცი, თვითონ სისტემასაც თუ ქონდა რაღაცა პასუხი ამ პროტესტზე, რომელიც შენგან არ მოდიოდა, მაგრამ ნუ შენი ახლობელი ადამიანისგან მოდიოდა, ხო? ეს დღე არასდროს არ დამოვიწყდება მე თვითონაც, იმიტომ რომ მახსოვს სამსახურში ვიყავი, როცა თედოს ეს სიუჟეტი ვნახე, სოლო აქცია იყო ფაქტობრივად, ხო? ხო, მარტო იყო კულტურის სამინისტროს სიახლოვეს. დიახ. და აი შიში საკუთარი სისტემის მიმართ პირველად მაშინ დავაფიქსირე ზუსტად. როდესაც ეგ მოხდა, იმიტომ რომ ჩემი პირველი განცდა იყო, რომ ჯერ შემეშინდა ჩემი ძმის გამო. რომელიც ასე ბედავს და მარტო იქ ხალხის მასაში როცა დგახარ გაძლიერებულიც ხარ და თან იდენტიფიცირების სადღაც უშვებ ალბათობას და შეიძლება კონკრეტულად შენ ვერ დაგაიდენტიფიცირონ, ხო? და როდესაც თედომ ესე ღიად და მარტო მყოფმა ესეთი რაღაც გააკეთა თან ვინ იყო კულტურის მინისტრი მაშინ წულუკიანი იყო, ხო? ეს ნიშნავდა პირად ომის გამოცხადებას, მერე წულუკიანმაც არ დააყოვნა და რამოდენიმე ხანში ესეთი განცხადება გააკეთა, რომ თუ რამდენიმე უნიჭო მხატვარი, 5 ადამიანი მოიაზრებოდა დაახლოებით, არ უჭერს მხარს მის მიმართულებას და მუშაობის სტილს, ამაზე ედარდათ თავად. აი ესეთი განცხადება გააკეთა და ეს განცხადება არ მახსოვდა სხვათა შორის. ხო, ესეთი რაღაც თქვა. ეს იყო თან ძალიან დიდი სიამაყე საკუთარი ძმით, იმიტომ რომ თედო ყოველთვის იყო ესეთი გაბედული და თავისი მთლიანი ხელოვნებით ემსახურება მე მის ნიჭიერებაზე ხარ როგორც და არ დავიწყებ წულუკიანმა რომ თქვა რომ რაღაცა წარუმატებელი თედო არის ძალიან წარმატებული მხატვარი და თუ ვინმეს რამე აინტერესებს არის ამის შესახებ ინფორმაცია და მოიძევენ. მაგრამ მე მინდა ვთქვა მასზე როგორც არა მხატვარზე, არამედ როგორც პიროვნებაზე, იმიტომ რომ ბავშვობიდან იყო ასეთი. ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანა სჭირდებოდა და ხელოვნებითაც ასეთი არის. რასაც თედო ხატავს, აბსოლუტურად ემსახურება ამ ქვეყანას. ხო და სისტემამ როგორ მიიღო? თედოს გარდა იმისა რომ შენ სიამაყით აღივსე. არა, მარტო სიამაყით არ აღიქვსო შემეშინდა. ჯერ შემეშინდა იმის, რომ ჩემი ძმა იყო და მას რამე საფრთხე და უცებ იმასაც მივხვდი, რომ უიცით
ჩემს სამსახურსაც მინიმუმ შეიძლება დაემუქროს საფრთხე და მახსოვს აი ეს პირველი ემოციის გამო სახლში რომ მივედი დედა და თედო იყვნენ და ვთხოვეთ ედოს რომ რატომ არ მითვალისწინებდა მე და ეს ადამიანური მომენტი არის ანუ ამას გულწრფელად ვამბობ იმიტომ რომ ვიცი ამას გადის ყველა პოლიციელი ვისაც ინდისი გააჩნია შემეშინდა იმის რომ შესაძლებელი იყო ჩემი ამდენწლიანი შრომა იმიტომ რომ როცა არავინ გყავს და ჩვენ ბავშვობიდან ესე ვიყავით მარტო პოლიციას არ ეხებოდა რომ მე არავინ არ მყავდა ჩვენ გაგუზარდა მარტო ხელა დედამ 3-90-იან წლებში და სამნი ვიყავით და მე და თედოს იმიტომ რომ თორნიკე ჩემი ძმა უფროსი შემოპირია მე და თედოს ყველგან დამოუკიდებლად გვიწევდა თავის დამკვიდრება სახლში ყავდა საოცარი დედა რომელიც ამის ძალას გვაძლევდა მაგრამ ძალიან რთულია რომ გაიზარდო მუდმივად ისეთ პირობებში რომ სადაც მიხვალ ყველგან თავი დაიმკვიდრო შენით და მამაში ჩემი ძალიან დიდი შრომა იდო ეს ჩემი გზა ხო პოლიციაში არ დაწყებულა ბავშვობაში დაიწყო და პოლიციელობამდე მივიტანე პოლიციელობით იფიქრე რომ ერთი ნაწილი დამთავრდა ხო იყო დრო როდესაც სტუდენტობის დროს მე მიმტანად მუშაობაში ქანცი მძვრებოდა მაგას ქანცის გაძრობა აღარ ქვია და მაგასაც აუცილებლად ვიტყვი მე იცით როგორ იყო წინა დღეს მოვიხსენი მიმტანის წინ საფარი როცა დამირეკეს და მითხრეს რომ პოლიციაში დავინიშნე და მოქალაქეებთან აკადემიაში სწავლის დროსაც არა ის ერთი წელი ველოდებოდი მე დანიშნას აკადემია რო დავამთავრე და უკან დაუბრუნდი მიმტანად იმიტომ რომ ხელფასი მჭირდებოდა და მანამდე მთელი სტუდენტობა ბაკალავრის დროს მე ვმუშაობდი მიმტანად და ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილებას იმიტომ რომ მოქალაქესთან როგორ დაამყარო კომუნიკაცია და როგორ გაუშვა შენთან მოსული ადამიანი კმაყოფილი ეს ვისწავლე მე მიმტანობის დროს პოლიციაში არ მისწავლია და სხვათა შორის ესეთი მოარული ხუმრობა დადიოდა ჩემზე რომ თამთასო ავიწყდებაო რომ გამომძიებელიაო და ისევ მიმტანივით ეკცევა მოქალაქეებს თავაზიანად და ამაში იგულისხმებოდა რა იცით რომ ლიფტთან ხვდებოდი ვაცილებდი მადლობას უხდიდი რომ მოვიდნენ და როდესაც ახლა ბრალდებულს ხარ გადაუხდიდი მადლობას ანუ მადლობას უხდიდი მოწმეს და მე მქონდა ესეთი აღქმა რომ ადამიანი ზის თავისთვის სადღაც მუშაობს ან ოჯახით ტკბება და მე ვურეკავ და რაღაც საქმესთან დაკავშირებით რომელსაც ვიძიებ ვიბარებ მოწმის სახით გამოსაკითხად და აქ დომინანტის პოზიციიდან საუბარი ჩემთვის იყო ყოველთვის სასაცილო იმიტომ რომ მოქალაქე არ არის ვალდებული ჯერ ნებაყოფლობითია ინფორმაციას მოგაწვდის თუ არა და როდესაც ამისთვის მზაობას გამოთქვამს რა თქმა უნდა მადლიერი უნდა იყო იმიტომ რომ გეხმარება გამოძიების წარმოებაში ხო და ეს განცდა მე სულ მქონდა და ისიც რომ ლიფტთან დაბნეული იყო მოქალაქე და ზუსტად ცოდნოდა რომელ სართულზე ამოდიოდა და არ ვეძებნე ანუ ჩემი ჩვეულებრივი წესი იყო დავხვედროდი ლიფტთან შემეყვანა გამომეკითხა და მე მადლობა გადამეხადა და ნუ ამასთან დაკავშირებით ხეს კეთილი ხუმრობა იყო მათი გადმოსახედიდან და ცუდად არც მე მეღია მაშინ მაგრამ თვითონ არსით შეგიძლიათ მიხვდეთ ანუ რა ფასეულობები შეიძლება ტრიალებდეს იქ და მე არასდროს არ შემრცხვენია იმის რომ ოდესღაც მიმტანის გამოცდილება მქონდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან ვამაყობ და პოლიციაში ეს აკუმულირდა ძალიან კარგად ჩემთვის იქ მიღებული გამოცდილება თედოზე დაგაბრუნებ ხო თედოზე ცოტა ნაწყენი ვიყავი და ვკითხე რომ ანუ როდესაც აი ამას აკეთებ სოლო აქციას როცა აწყობ ჩემზე საერთოდ ფიქრობთ თქო რომ აი სადღაც ვარ გათვალისწინებული ან იმაზე რომ მე ნერვიობ ან წინასწარაც არ ვიცოდი ხვდებით აი ეს დამოუკიდებლად აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს დღემდე ეგეთია და მე შემომიტრიალდა და მიპასუხა რომ იმაზე დაფიქრდიო ღირს თუ არა იმ სისტემას მოახმარო შენი რესურსი, რომელმაც შეიძლება იმიტომ გაგათავისუფლოს სამსახურიდან, რომ შენი ძმა სწორი ღირებულებებისთვის იბრძვისო. მე და თედო ვართ ჯერ ერთი საოცარი მეგობრები. და მართლა აი ძალიან კარგი დაძმობა გვაქვს რა და ეს სიტყვები ჩემთვის არ ყოფილა უმნიშვნელო. მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებულიც ვიყავი და ნერვიულობდი. თუ დავფიქრდები ამაზე და რა თქმა უნდა დავფიქრდი ამაზე, ანუ რისი მეშინოდა რომ ჩემი ძმა, რომელსაც ღირებულებებისთვის ბრძოლაში ნამდვილად ვეთანხმებოდი, არ უნდა გამოეხატა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე შემენარჩუნებინა სამსახური და თან დაცულად მეგრძნო, როგორც ჩემი ძმა, ისე მე. ანუ ეს მართლა არ იყო ჩემი მხრიდან სწორი საქციელი და ყოველთვის არ ხარ ძლიერი. ბოლოს უკვე წამოსვლის დროს მე ვფიქრობდი იმაზე, რომ სისტემის ერთგულება არ არის სამშობლოს ერთგულება, იმიტომ რომ სამშობლო ერთი გაქვს და სისტემა იცვლება. და სისტემის ერთგულებას როცა მოგთხოვენ, მანდ
უკვე აღარ ხარ მართალი თუ ამას დაეთანხმები. თუ სისტემის ნაწილად შენ თვითონ არ გრძნობ შიგნიდან თავს და იმ სისტემის ნაწილად არ უნდა გრძნობდე თავს, რომელიც ახლა იმას აკეთებს, რასაც აკეთებს, ვისი ხელითაც არ უნდა მოქმედებდეს. მაგრამ სისტემის გარდა მე მგონი ახლა რაც პრობლემა დამატებით არის ის, რომ კიდე ერთი აქტორია შემოსული პარტია. იმიტომ რომ თუ ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით სისტემაზე და სისტემის მსახურებზე, აი მაგალითად მელიქიშვილზე კალაძის შტაბის გახსნის შემდეგ იმ ჯადოსნურმა საგამოძიებო სამუშაოებმა, როცა პოლიციელები ზომავდნენ წარწერებს სანტიმეტრებში და სრული სერიოზულობით იძიებდნენ ბანერზე გაკეთებულ, არ ვიცი, მარკერით ჩანაწერებს, რის გამოც მელინე ხოშტარია ციხეშია და მეგიდია სამიძეს სისხლის სამართლის საქმე აქ კიდე ახალი როლი შემოიტანა, ხო, რომ სისტემა და სახელმწიფოა ის, რასაც ემსახურები, თუ პარტიაა საერთოდაც, რომელიც თუ იქიდან ამოვალთ, რომ პოლიცია არაპოლიტიკური კი არა, არაპარტიული უნდა იყოს, საერთოდ გაურკვეველ ვითარებაში ვართ, ხო? ხელისუფლებამ დღევანდელი პოლიცია როგორც წარმოაჩინა ხალხის თვალში ყველაფრით ანუ ყველა ღირსება ხო გამოაცალა და ანუ ხალხის აღქმაში პოლიცია აქცია ჩვეულებრივ პარტიულ დანაყოფად. ანუ როგორ შეიძლება ეხლა რაც მელიქიშვილზე ხდება მაგალითად, თქვენ რაც ახსენეთ წეღან, პოლიციელს მოხვდა ბოთლი, ეს ყველამ დავინახეთ და ანუ არაფერი არ მომხდარა? მან თქვა რომ არ მეტკინაო. თქვა რომელიმე აქციის მონაწილის ბოთლი რომ მოხვედრო და ეტკინებოდა? შეიძლება მაგ კონკრეტულ ადამიანს მაშინაც ეთქვა რომ არ მეტკინაო, თუ ათქმევინებდნენ. და აი როდესაც მანდ უკვე ეჭვი გეპარება, ძალიან რთული არის იმაში იყო დარწმუნებული, რომ პოლიცია არის არაპარტიული ან აპოლიტიკური. ანუ პოლიციამ ყველაზე კარგად იცის შიგნით რა ხდება რა და მე რაც იქ ვიმუშავე, არასდროს არ შემიძლია, არც ერთ პერიოდზე არ შემიძლია ვთქვა, რომ პოლიცია იყო აპოლიტიკური. შეიძლება გამომძიებლები ახერხებდნენ აპოლიტიკურად მუშაობას, მაგრამ თვითონ სისტემა, რომელშიც ჩვენ ვიყავით, თუ თვალებს ფართოდ გაახელდი, მიხვდებოდი, რომ აპოლიტიკური არ იყო. და ეს იყო თავის მართლება, მხოლოდ რომ უნდა იყოს, კი, უნდა იყოს და თუ ყველა არ დადგება მაგაზრზე და ხმას არ ამოიღებს იმისთვის, რომ იყოს, არასდროს არ შეიცვლება და ის უიმედობა წეღარ რაზეც ვლაპარაკობდი, იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ ყველას ჯერა, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ესე არ უნდა იყოს, არ შეიცვლება თუ თითოეული მათგანი თავის წილპასუხისმგებლობას არ აიღებს. ბოლოს შევეცადოთ, არ ვიცი, ცოტა წინასწარმეტყველებას ვინაიდანაც წლისწინდელი დღიურები წინასწარმეტყველება იყო იმაზე, ფორმას რა შემთხვევაში გაიხდიდი. ალბათ ფიქრობ იმ დღეზე, როცა ფორმას კიდევ ერთხელ ჩაიცვამ, ხო? ფიქრობ ამაზე, ჯერ მაგას დავაზუსტებ, რომ არ გავაქცელო მსჯელობად ყვილად. ყველაფერზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა. აი, როგორ წარმოგიდგენია ეგ დღე რა წინაპირ რა გზით მიდიხარ მანდამდე ან შენ ან ქვეყანა ან საზოგადოება? რა თქმა უნდა მიფიქრია, იმიტომ რომ საქმის მობეზრების ან შეძულების გამო არ წამოსულ ვარ მე სამსახურით. და ბარემ თქვათ ის, რომ არ წამოსულ ხარ, იმიტომ რომ ახალი სამსახური იპოვე, იმაზე უკეთესი, ჯერაც უმუშევრის სტატუსით ხარ. კი, ახაც არ მუშაობ, არაფერი არ მიპოვია ნამდვილად, თუმცა ვიღაცები ამბობენ, რომ დაფინანსებულები ვდგავართ იქ და ფულს გვიხდიან და ოჯახს ვაწევარ, ჩემს ძმას და სხვა ოჯახის წევრებს ვაწევარ ზურგზე დღემდე მატერიალურად. ასევე მინდა იმ კითხვებსაც გავცე პასუხი, რომ არც მანამდე პოლიციელობამდე, არც პოლიციელობის შემდეგ არასოდეს მე ყოფილვარ პარტიული. არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენ და უბრალოდ როგორც რიგითი თანამებრძოლი ისე ვდგავარ რუსთაველზე და ასეც ვაპირებ გაგრძელებას. ფორმას როგორ იცვა? ჩემს წარმოდგენაში პოლიციაში რომელშიც მე დაუბრუნდები, აბსოლუტურად სხვანაირი სიტუაცია უნდა იყოს. ყველა იმიტომ იქ დასაქმებული, რომ კი, სამშობლოსთვის სამსახური უნდათ და არა იმიტომ, რომ ბანკში ვალი აქვთ და სტაბილური ხელფასი ჭირდებათ და ისეთი პოლიცია უნდა იყოს, სადაც ამდენი ვალი არ ექნებათ ბანკის თანამშრომლებს და შესაბამისი, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ახლა თქვენ წეღან ახსენეთ, რომ ამდენი ხელფასი არ ქონიათ არასდროსო. არც ესეთი ინფლაცია ყოფილა არასდროს. მე რო დავინიშნე პოლიციაში 885 ლარი მქონდა ხელფასი, თუ სწორად მახსოვს და გაცილებით კარგად მყოფნი და ვიდრე ბოლოს ჩემი მომატებული ხელფასი და ეს მომატებული ხელფასიც არ ვიცი როგორი წარმოდგენა აქ ხალხს გარეთ პოლიციელის ხელფასზე, მაგრამ რიგით ინფლუენსერს უფრო მეტი აქვს ხელფასი ვიდრე პოლიციელს, დიახ, და ამიტომ პოლიციაზე იმის თქმა, რომ ახლა ისინი უზრუნველყოფილები არიან, არა და მე მინდა რომ პოლიციელები დაფიქრდნენ ამაზე, მოქალაქეებმა არ უნდა ინერვიულონ, თვითონ უნდა ინერვიულონ ამაზე, რომ ზუსტად იმაზე ვამბობ თუ არს, რომ
მათ კონდეთ ღირსეული ხელფასი, მათ კონდეთ ღირსეული დაზღვევა, კონდეთ მათ შვილებს კონდეთ სხვა ბენეფიტები სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ მათი მშობლები სახელმწიფოს ემსახურებიან და ეს არის განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენ ამ ყველაფრის გზას გვისპობენ და ეხლა თუ მათ არ გაუჩნდებათ ამის მიმართ პროტესტი, მე აღარ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ პროტესტი გაუჩნდეთ და მაშინ რა ვიცი, ყველაფერში ეჭვმეპარება უკვე რა. ძალიან რთულია. ხოდა როდის შეიძლება მოხდეს ეგ? როცა აი ამ გზას დავადგებით ისევ. ჩემს წარმოსახვაში ხა შეიძლება ვიღაცას და შიგნით აი იცით როგორ არის როცა რაღაცას ვამბობ ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე ნუ რა თქმა უნდა იმას ვამბობ რაც მინდა რა თქმა უნდა მე ვფიქრობ ესენი რას იფიქრებენ და ესენი რას იფიქრებენ ხო ეს ხალხი და აქეთ ჩემი ყოფილი თანამშრომლები და მე მართლა რო შემეძლოს რომ ხვალვე ისე დავალაგო სიტუაცია რომ ორივე მხარისთვის იყოს კარგი შევძლებდი მაგრამ ამათი კომუნიკაციის გარეშე ვერ შევძლებ. ანუ ერთი ადამიანის ისედაც წარმოუდგენელი რაღაცაა. თვითონ თუ არ გააპროტესტებენ რაღაცას, თვითონ თუ ხმას არ ამოიღებენ, მე აი იმაზე კიდე ამ ბოლო პერიოდამდე აი ამ ქაოსამდე არ მოსულ ამბავსაც ვგულისხმობ, როდესაც იქ ვიყავით და რაღაც პრობლემები იყო, ერთიანობა არ არის. აი რაღაცა მაგალითად პრინტერი არა გვაქვს. აი პრინტერი ხო ჭირდება გამომძიებას. როგორ შეიძლება რომ ერთმა თქვას და დანარჩენებმა მხარი არ დაუჭა, არა მე მაქვს. აი ვიღაცა შეიძლება თქვა, არა მე მაქვს. აი ის მომახსენდება ხოლმე ერთი ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ არც ისე ადრე ვიღაცამ მოიფიქრა და გააკეთა WhatsApp-ზე ესეთი ჩათი, საქართველოს გამომძიებლების ჩათი იყო, არ ვიცი რა ერქვა ზუსტად, მაგრამ რაღაც ესეთი ერქმეოდა და ვიყავით მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ გამომძიებლები. ეს იყო კომუნიკაციის საოცარი წყარო, იმიტომ რომ სადღაც ყოველთვის კოორდინირებული მუშაობა არის საჭირო, როცა გამომძიებელი ხარ და ისე ზოგავდა ენერგიას, დროს, აი ძალიან ბევრ რესურსს. რაღაცა კითხვა იყო გაჩენილი, ვიღაცის ტელეფონის ნომერი გჭირდებოდა, ვიღაც გამომძიებელთან დაკავშირება გჭირდებოდა რეგიონში, იმიტომ რომ საქმეებიც ტერიტორიული ქვემდებარეობით ხან აქეთ იგზავნება, ხან იქით და ძალიან კარგად მუშაობდა ეს ჩათი. ოღონდ ძალიან ხანმოკლე ვადით, იმიტომ რომ ერთ დღეს ესე ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, რომ სასწრაფოდ იყო გასაუქმებელი ეს ჩათი. და რას მოყვა ახლა ეს მე როგორც შევამჩნია, იქ ჩამოყალიბდა ძალიან მეგობრული გარემო და ადვილად შესაძლებელი იყო, რომ რაღაცა პროტესტი, პატარა პროტესტის ნაპერწკალი გაჩენილი იყო და მე გაღვივებულიყო. მოვაკლოთ ამას ეს პოლიტიკური ამბავი, ხო? მშვიდობიანობის დროს იყო ასეთი დროც, რაღაცა ხანმოკლედ და იმ დროს ხდებოდა და როგორც მახსოვს, რომელიღაცამ რაღაცა შვებულებასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ მართლა საოცრება არის, ანუ ვიღაცას ნამსახურეობის მიხედვით ეკუთვნის ზოგჯერ თვეზე მეტიც შვებულება წელიწადში, მაგრამ ყოველთვის სტანდარტულად 2 კვირით უშვებენ შვებულებას. ერთად ბევრი საღება არ შეიძლება ეს დაუწერელი. არა, მთელი წლის მანძილზე 2 კვირით. ანუ ვერანაირად. და ზოგიერთ სამმართველოში საერთოდ დროები ხა ყველას უნდა რომ დაუშვათ ივლისში ან აგვისტოში, გავიდეთ ლოტოტრონით შეგხვდება რაღაც დრო, აი აქედან აქამდე და ნუ იძულებული ხარ რომ იმ ვადაში გახვიდე თუ ვიღაც არ გაგიცვლის. არა, ზაფხულშია მარტო შვებულებები. ნუ ხა გამონაკლისის სახით გამიგია რომ ვიღაც ყოფილა ზამთარში, ვისაც შეიძლება თხილამურებით სრიალი უყვარდეს ან რაღაც სასაჭიროების გამო, მაგრამ სტანდარტულად პოლიციას აქვს წელიწადში 2 კვირიანი შვებულება მხოლოდ და ეს არის წარმოუდგენლად სტრესული, იმიტომ რომ 2 კვირაში აი ის ბოლო მე-14 დღეს იწყებ იმის გააზრებას, რომ დასასვენებლად წამოხვედი და სამსახურში ბრუნდები კი. და აქ ატყდა ამ WhatsApp-ის ჯგუფში. ხო, რაღაც აი ეგეთ პრობლემაზე იყო საუბარი და ნუ ყველა ალყაყანდით ესე რომ ხო რაღაც იქ არ არის რიგზე და შეიძლება ამის გამოსწორება, იმიტომ რომ აი მაგალითად ავიღოთ ეს შვებულებაზე. სიახლეებისადმი შეჭდება მაქვს ზუსტად საუბარი და იმაზე რომ ღირსეულად მუშაობის საშუალება არ ეძლევა პოლიციას. რატომ? მე თუ ზაფხულში იმ 2 კვირით რომ იშვებ, ვინაწილებ თანამშრომლის საქმეს და არ ფუჭდება საქმე, ხო? ზამთარშიც რო გაუშვა პოლიციელი, იგივე ხალხი არ უმუშაობთ, რომ გადავინაწილოთ. და ეხლა საზოგადოება შეიძლება გაუჩნდეს იმის ფიქრი, რომ ეს პოლიცია საერთოდ არის მსახურებს იმ 2 კვირიან შვებულებასაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაგალითად მომყავს ეს იმისთვის, რომ რა დონეზე შეიძლება იყოს დაბეჭავებული რიგითი თანამშრომელი. და მე მინდა რომ ამით შეურაცხყოფის მიყენება კი არ მინდა რომელიმე მათგანისთვის. მინდა რომ გაიაზრონ, რას ნიშნავს ღირსეული სამსახური და რას უშვებენ ხელიდან თუ ჩვენ პროევროპულ გზაზე არ დაუბრუნდებით. სანერვიულოა პოლიციელობა, როდესაც უკვე ხარ და სამარცხვინოა, როდესაც ახლა გინდა რომ გახდე. მე არ ვიცი რით ივსებენ ახლა ამ კადრებს, სულ ახალ-ახალი ადამიანები მხვდებიან, უწვერული ადამიანები საერთოდ. თვენახევრიან კურსში
სკოლა დამთავრებული კადრი რომ მოგდის და თვენახევრიან კურსს უტარებ, როგორ გახდეს პოლიციელი. თვენახევარში ვინმე შეიძლება რომ აი ადეკვატურმა ადამიანმა აღიქვას, რომ თვენახევარში გამოზარდე პოლიციელი. გავიგე რომ მე პრაქტიკის ნაწილში ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლის, მაგრამ ის თეორიული ცოდნა, ესე იგი ფუჭი არის, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ, ვინც ადრე სწავლობდა პოლიციის აკადემიაში. ჩვენამდე სანამ ჩემი პროგრამა იქნებოდა, წლების წინ იყო პოლიციის აკადემიაში ეგეთი 4 წლიანი სწავლება და უფრო მეტიანიც როგორც ვიცი. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ განათლებულ კადრებზე თქვა უარი, თორემ მე მყოლია, იცით როგორი თანამშრომლები მყოლია, თეატრმცოდნე მაგალითად გამომძიებელი იყო. საუკეთესო გამომძიებელი იყო ერთ-ერთი ვისაც ვიცნობ. სტომატოლოგი გამომძიებელი მყავდა, რომელმაც გაიარა რაღაცა იქ კურსები და გახდა, მაგრამ ეს არის გამონაკლისები. ამას სანამ არ გაიგებ, რომ განათლებაზე უარი არ თქვა, იმიტომ რომ გამონაკლისების იმედად იყო, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია გამონაკლისები. და შე როდესაც მაქსიმუმს არ აძლევ იმას, რომ კარგ პოლიციელად ჩამოაყალიბო, მე არ მჯერა რომ თვენახევარში შეიძლება პოლიციელად აქციო მოქალაქე. ეს ახალწეულები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ სულ ხვდება ხოლმე განსაკუთრებით აქციებზე თვალში, იმიტომ რომ მე მგონი ბევრი რაოდენობის მიიღეს, ხო? რა ვიცით მათ შესახებ, რატო იღებენ ამ ახალწეულებს, იმიტომ რომ დიდი მიგრაცია პოლიციიდან და ზრდასრული და გამოცდილი ხალხი მიდის და ახალი კადრების შევსების ყველაზე მარტივი გზა ეს არის, თუ რაიმე სხვა შინაარსიდევს ამის მიღმა. სამწუხაროდ ხა რაც მე იქ აღარ ვარ, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ლოგიკურია ვიფიქროთ ის, რომ ადგილები არის შესავსები და გადინება დიდი არის და გადინება რომ დიდია, ამაზე ეჭვი არ მეპარება იქიდან გამომდინარე, რომ როცა მე იქ მუშაობდი, ჯერ კიდევ მაშინ იყო საშინელი სტატისტიკა სამსახურიდან წასული თანამშრომლების, მათ შორის ბევრი ჩემი ნაცნობი თანამშრომელი ამერიკაშია და ტრაილერებს მართავს და იმით არჩენს დღეს ოჯახს. ეს როგორ არის სისტემის პრობლემა? იცით როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად, რომ თუ არ გინდა წადი, შემცვლელს აუცილებლად ნახავენ. მაგრამ ვისელევი, აი 10 წელი, 15 წელი რომ თანამშრომელი ყავდა, იმას ელევი, იმიტომ რომ ერთ თვენახევრიანი კურსით გადამზადებული კადრით ჩაანაცვლო. ხო შეუძლებელია ეს და ხო აუცილებლად სავალალო იქნება ეს სისტემისთვის და ფაქტის ახეზია რომ არის კიდეც. ჯერ კიდე ჩემი იქ ყოფნის პერიოდში არავის არ დავაბრალებ რომ პოლიტიკური მოტივებით, იმიტომ რომ ეს მათი უფლება არა სიტყვიან და იტყვიან თუ არა ამას საერთოდ, მაგრამ იმდენმა კადრმა დატოვა პოლიცია და თან არის ფიქრობთ რომ ისეთმა კადრებმა დატოვეს რომ არაუშავდა. საუკეთესო გამომძიებლებმა დატოვეს, საუკეთესო ოპერატიულმა თანამშრომლებმა დატოვეს პოლიცია და აი მართლა რო გული მწყდებოდა როცა მიდიოდნენ, ჯერ კიდევ აი მშვიდობიანობის დროს მაქვს საუბარი რა, იმიტომ რომ მათ არ ქონდათ შესაბამისი პირობები და არ არის პოლიციის სამსახური დღესდღეობით ღირსეული. თუმცა იმხანად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ თემაზე დასმული კითხვების პასუხად ამბობდა, რომ ეს ბუნებრივი ამბავია, თუ კი ვინმე მიდის, ახლებიც მოდიანო. ხო და ზუსტად ამას უპასუხე წეგან, კი, აუცილებლად მაგას გეტყვი, რაც არ უნდა ძალიან კარგი თანამშრომელი იყო, როდესაც მათ განუდგები, აუცილებლად გაგრძნობინებენ, რომ შეუცვლელი არავინ არ არის. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ აბა როდის ჩაიცვამ კიდევ ერთხელ პოლიციელის ფორმას და დაუბრუნდები გამოძიებებს. შაქარი თქვენს პრინციპები მაქვს მალე. ნახოთ, მადლობა.